დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილის ლაივი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას და მე და ხატია შემოგია დილის 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად. დილა მშვიდობის მოგესალმებით კვირა დილა რა თქმა უნდა ჩვენი და თქვენია ერთად და საათ 2 აივარ პირველის პირდაპირ ეთერში დილის ლაივით ვიწყებთ მაუწყებლობას და ამიტომაც პასუხისმგებლობას დიდი გვაქვს რომ ყველანაირი საინტერესო, საჭირო და გამოსატეგი ინფორმაცია უნდა მოგიმზადოთ რომ მე მთელი კვირის განმავლობაში იყოთ მზად და ინფორმირებულები და სწორედ ამისთვის მუშაობს ჩვენი გუნდი მთელი კვირის განმავლობაში რომ შაბათი კვირა ასეთი ნაყოფიერი იყოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მომდევნო 2 საათი ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის და რა თქმა უნდა მე და ბაჩოც და ჩვენი გუნდიც ამისთვის ვართ აქ. და დარწმუნებული ვარ რომ სასარგებლო რჩევებს, საინტერესო ამბებს მოისმენ დღეს ჩვენი მაყურებელი და მოდი დავიწყოთ ამინდის პროგნოზით, რომელსაც რა თქმა უნდა საფთიაქო ქსელი PSP წარმოგვიდგენს და ჩვენი მშვენიერი ანა ზაქაშვილი გაგვაცნობს. ანა, დილა მშვიდობის. მშვენიერეს ანას მივესალმები ბაჩო, შენ მანამ დამეხმარე თუ შეიძლება. კი ბატონო, აუცილებლად. ანა დილა მშვიდობის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ანა დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, ბაჩო, ხატია მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს. დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +7-დან +12 გრადუსამდე დათბება, დღისით +14-+19 გრადუსი იქნება. ზოგან +23 გრადუსამდეც არის მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურის დათბობა. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +3-დან +8 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +19-+24 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდევი, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით მოსალოდნელი და ზოგან ასევე სინოპტიკოსების სეტყვასაც ვარაუდობენ. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +7-დან +12 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +14-+19 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით 2-დან 7 გრადუსამდე დათბება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13-დან +18 გრადუსამდე. სოხუმში დღეს 17 გრადუსი არის მოსალოდნელი, მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები, ზუგდიდში კი 20 გრადუსი და ასევე მზიანი ამინდი იქნება. ფოთში 17 გრადუსამდე დათბება დღეს ჰაერი, მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები ახლაც, ოზურგეთში კი 20 გრადუსი და ასევე მზიანი დღე იქნება. ქობულეთში 15 გრადუსს მიაღწევს დღეს ჰაერის ტემპერატურა, ბათუმში კი 16 გრადუსი შენარჩუნდება. ახალციხეშიც მზეა დღეს მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება, ქუთაისშიც ასევე 22 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება. მესტიაში გაწვიმდება დღეს 17 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ამბროლაურში კი ასევე წვიმიანი 23 გრადუსი არის ნავარაუდები. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე დათბება, ხანმოკლე წვიმა არის მოსალოდნელი, აქ გორში ასევე წვიმიანი ამინდი და 22 გრადუსი არის ნავარაუდები. თელავში გაწვიმდება დღეს 17 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები, ასევე 17 გრადუსი და წვიმიანი ამინდი იქნება დღეს რუსთავში. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, დილიდან წვიმს, ასე გაგრძელდება სამწუხაროდ მთელი დღის განმავლობაში და ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსს მიაღწევს. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მე დროებით დაგემშვიდობებით, ცოტა ხანში სტუდიაში შემოგერთდებით. ანა დიდი მადლობა. ძალიან გიხდება ქოლგა და რაღაცა წვიმიანი ამინდიც გიხდება, მზიანი ამინდიც გიხდება, მოკლედ ყველაფერი გიხდება. მადლობა დიდი და გელოდებით სტუდიაში. ბაჩო, მიყვარს რა, აი ზამთარი ნუ იქნება და გაზაფხულის წვიმა მიყვარს. გაზაფხულის წვიმა კარგი, მაისის წვიმას რა ჯობია. მაისის წვიმას მიყვარს და გუშინაც გითხარი, ხო ის სუნი მიყვარს წვიმის რო სველდება, რა ქვია? ასფალტი რო სველდება, მიწა რო სველდება და ეს მცენარეებიც რო სველდებიან და რაღაცნაირად რო ცოცხლდებიან, იმიტომ რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით ჭირდება მცენარეს მორწყვა და ბუნებრივად განსაკუთრებით შემოსაყვარებლად. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ანას და აბა რა ხდება განწყობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად და შემდეგ სტუმართან შესახვედრად რა არის საჭირო თუ გახსოვს? შეგვიძლია რომ რაღაც სახალისო ვიდეოებს უყუროთ ჩემი აზრით. გახალისო, ხო იცი ცოტა. მეც გამახალისო და ჩვენი მაყურებელიც მთავარი და უმნიშვნელოვანესია. ნახოთ რა მოგიმზადოთ ჩვენმა გუნდმა.
Somebody's watching me, is my anxiety. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ესეთი გამისწორე წარბი ერთი წუთი. იცი მე ისათვალე მომწონს ძალიან ცუგრიკას რა უკეთია ქუდში. იცი რა არის უხდება და იმიტომ. ხო და მე არ მაქვს და იქნებ მეც მომიხდეს. ძაღლი ყავს თუ სათვალე? სათვალე არ მაქვს ეგეთი. ძაღლი ყავს. შეცუგრიკასაც მოუხდება ესე. მოდი იცი რა არის ტემპი არ დავაგდოთ ახლა ჩვენ და გათხრა? კი, რა თქმა უნდა, მეც მზათავარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტელემაყურებელიც მზად არის და მოდუნების საშუალება არ მივცეთ, მოწყენის საშუალება არ მივცეთ და აქვე დილის გამამხნევებელი ვარჯიში შევთავაზოთ ჩვენს ქეთი ზაზანაშვილთან ერთად, როგორც ყოველთვის ქეთი დილამშვიდობის მობრძანდით ზუმბა და ზუმბა. ენერგია და განწყობა არიან ჩვენი გოგოები. ჯანმრთელობა და სილამაზე. ჩვენი ზაზანები, ნუ სილამაზე საქართველოს ჩვენ დილომშვიდობის ჩვენ მაყურებელი დილომშვიდობის ჩემო მამაზე ხო. ფერებს როგორ აღხამებენ ხოლმე და ამაზე. დღეს ფოსფორისფერი ვართ. განათებთ როგორც ყოველთვის. ხო ანათებ. რა მოგვიტანე? დღეს მე ვიცი ხაზარილი არ მოგვიდოდი. ან ერთი სიმღერა ისეთი მოვიტანა, აი დიდი ხანი ვფიქრობდი მოვიტანო თუ აი რატო? მაგითი იწყებ თუ მე მაგითი იწყებ. ეგ შუაში ხო იცი ცოტა სიტყვა შუაში. შეგამზადოს და მე რა შეგამ ისეთი მოძრაობებია მეთქი რას იფიქრებს ხალხი, მაგრამ რა უნდა იფიქროს? უნდა ივარჯიშოს ჩვენთან ერთად და ჩვენი დღევანდელი სამი რითმი არის, ეს არის ერთი სალსა იქნება, მეორე იქნება ბრაზილიური ფანკი. ვაუ. ხო. ანუ ბრაზილიაში წავალთ. და ბოლოს გვექნება კუმბია, ეს არის კოლუმბიური ტრადიციულ ცეკვაზე აწყობილი ესეთი ხო, კი. ანუ კარნავალისთვის მზადდება. ბრაზილიის შაკირას მოძრაობები გვეცოდინება კოლუმბიური, მეტი რაღაც ცეკვაც ვიცით და ვარჯიშობთ კიდევაც ჩემო. მაშინ დავიწყოთ. დავიწყოთ მაშინ. დავწყოთ პირველი იქნება სალსა და როგორც ვიცით, სალსა არის შეიძლება იყოს ცოტა ნელი ტემპის, ან სწრაფი ტემპის, ამიტომ დღეს არის ძალიან სწრაფი ტემპი. მოყვებით როგორც შეძლებთ, გვერდზე, ნაბიჯი გვერდზე, stop. დავიდა shake it out. კიდე. გვერდზე, up. shake. ორი ნაბიჯი, ხელი დავამატე. ადგილზე. აჰა. Check it out. ორი. მარჯვენა, მარცხენა. ადგილზე ავხით. ჩვენი საყვარელი შეიკი. Clap, clap. Yeah. ხელი, წინ, ავხით. დავიდა უკან, მარჯვენა, მარცხენა. სალსას ნაბიჯი უკან. ხრები არის გადაწეული, პრესი არის ტონუსში. წინ, ნაბიჯი, გადავხით უკან. ნაბიჯი. კიდე. დავიდა ხელები, შეგია. დავამატეთ ხრები. ო
გვერდზე. თავიდან მეგობრებო, ნაბიჯი. აჰა. შეიკ. როგორ კეთდება ძალიან ბევრჯერ. მეკითხებიან ეს მხრების შიმი ქვია. ხატი აბა. როგორ? აი ესე. მხრების მოძრაობა არის წინ და უკან გვერდზე. აუ. ადგილზე. Shake it out. კიდე ერთხელ. ყოველთვის არის ჩვენი მუხლები რბილი. ნაბიჯი სტო. Clap clap. წავიდა ორი წაში. გვერდზე წინ, აუხტი. ნაბიჯი უკან. აბა ვსადოთ ხელი დავამატოთ მაღლა. ოჩა. სწორდება. წინ, შიმი. Jump, jump, ოჩა. უკან. დავიდა გვერდზე. ორი. კიდე ერთხელ. ხრების როგორც გამოვა, მნიშვნელობა არ აქვს. თავი გავერთოთ და დავხარჯოთ ენერგია და კალორიები. დავიდა გვერდზე. Shake it out. კიდე. ოჩა. 4, 3, 2, 1. გვერდზე. აი! ნახევარი წონა გადადის. ოჩა. დავიდა კიდე. გვერდზე. წინ. აუხტი. კიდე 2. ადგილზე. Jump. დავიდა წვერებზე ავედით და გავიქეთ. კიდე 2. ადგილზე. ოჩა, ეხლა შეხედეთ, სხვა მოძრაობა მოდის, cross step-ი ქვია ამას. ჯვარებიდან დავდევით ფეხები, ავედით წვერებზე და ვადგავ წინა ფეხს და თეგოთ დავამატეთ ტრიალში. ოჩა. აბა მეორე ფეხი ოდნავ სწრაფად, წავიდა ცოტა სწრაფად. შევცვალეთ ფეხი. ოჩა. წავიდა 2 ისევ. ადგილზე აუხტი. წვერებზე გავიქეთით. კიდე 2. ბოლო 2. ეს იყო ცოტათი. ძნელი ხოდი. ეს არის სიურპრიზი ამ სიმღერაში. ისეთი სიტყვა არის, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ საქართველოში. ოღონდ მე ყოველთვის ანუ ვაი. ოღონდ მე ჩემ გოგოებს ვეუბნები, ეს ქართული ვაი არ არის. ეს არის ბრაზილიური ვაი. ინგლისური ვაი არის, რატომ? ვაი ბრაზილიური ან პორტუგალიურად არის let's go and წავედით. Vamos, vai. მოდით. ხო? ამიტომ დაუძახე მაყურებელი. მოდით. ამიტომ ძალიან უყვარს ჩემს გოგოებს, როცა ჩვენ ერთად ამას ყველაფერს ვიმეორებთ, ამიტომ თქვენც უნდა ჩვენთან ერთად იმღეროთ დღეს. რა თქმა უნდა, Okay? თავიდან ეს სიმღერა ეს არის მერენგე. Why not? აჰა, why not? ვიწყებთ მერენგე მარშით. აჰა. სადაც მარჯვენა წინ, მარჯვენა უკან, აჰა. რბილი მუხლია, ჩავდივარ პლანში. წავიდა, shake it up. ოჩა, ონა მუხლში დაბა. პრესი დაჭიმული, ხელი თავის სუფლად. აჰა. წავიდა თეზო. როგორც გამო. აი, მოდი. რას ვამბო? ვაი. წავიდა თეზო. ვაი. სტრაფად და უფრო მივაყენით. ეს ჩემი საყვარელი მოძრაობა არის. უფრო სტრაფად დავატეხით. აი ხამოდი. ვაი. მეორე. ბატონი ყველ დაბლა. თავისუფლად არის საჯდომი. წავიდა. ეხლა ისე წვერებზე ავიწიე. ნაბიჯი გვერდზე, მარცხენა, მარჯვენა, ოჩა. ხელი გავშ
ჩავშალეთ აქ მუშაობს ტრიცეპსი, როცა ბოლომდე ვშლით ხელს. აჰა. დავიდა მარცხენა ფეხი. მარცხენა წინ, მარცხენა უკან. ერთი მხარე მუშაობს. უფრო დააплачავო, უფრო დავწვით ფეხებს. ოჩა. თედო. ბაჩო, მოდი. ვაი. დავიდა, თედო. შეგიძლიათ ორივე ფეხი ატრიალოთ, რომ უფრო იყოს დატვირთო ფეხებზე. ცოტა სწრაფ. ჩავედით, ზურგი გავასწორეთ, დავაწექით. აი. შეგიძლიათ. ვაი. მეორე ფეხი. ოჩა, კიდე, შეგიძლიათ ნელად გააკეთო და ესეთ ვარიანტში. დავიდა, წვერებზე, ჰოპ. მიდი გავიქცეთ. ვაი. გვერდზე. ოჩა. შეეცადეთ, რომ ზურგი იყოს გასწორებული და ხელები ბოლომდე გავასწოროთ. ნახეთ, შემდეგი მოძრაობა. 1 2 3 ავსით. აჰა. ბეტერ შაფოლ ქვია მოძრაობას. და რა თქმა უნდა, დავწევთ ახლა ჩვენი მუცელი. კოჩა, კიდე. შეი. აი ხანია ესეთი ენერგიული დილა არ მახსოვს. არა, შენ აყევი. ვაი, როგორ მიდიო? ვაი, let's go. რაღაცნაირი, ანუ შეძახილი, ანუ წავედით კი რაღაც აბაჰე არის, ხო? აბაჰე. ანუ ჩვენ რაღაცნაირად სხვანაირად ვიძახით, ხო? მაგრამ აბაჰე თუ რა ვაი. აბაჰე. რაღაც აი, ცოტა არა. ხორ გამოიყენებდი ლექსიკაში, ხორ შეიტანდი. არა. ვაი, ხორ წახვიდა. ვაი, ასლაპარ. და შემდეგი რიტმი არის არის ბრაზილია და მთელი ამბავია, ხო? არა, ეს იყო ბრაზილიანი და მთელი ამბავი იყო ეს. კარნავალი იყო. ბრაზილიური. და ეხლა არის კოლუმბია. შაკირა. წარმოიდგინეთ, რომ ტრადიციულ ცეკვაში კოლუმბიურში, რომელიც არის კუმბია, აქვს ეს დიდი კაბები, თეთრი და ესეთი დიდი ხო. რაღაცა ნაწილი აქედან არის გადმოღებული და რა თქმა უნდა ყოველთვის მიქსი არის. შემდეგში აუცილებლად. შეხედეთ მეგობრებო, ადგილზე დავდივართ ტრიალებს თეძოები, იმიტომ რომ აუცილებელია რომ დაინახოთ კაბაში თეძო. წავიდა 4 ნაბიჯი გვერდზე. 4 3 2 მეორე მხარე. 4 და მუშაობს თუ თეძო უკან. აჰა. კიდე გვერდზე. ეხლა ნახეთ, კუმბიას თავარი სვა 2 ნაბიჯი. წინ უკან ადგილზე. წარმოიდგინეთ, რომ კაბა გვაქვს ხელში. აჰა. და ესე ვაფრიალებ. ეხლა შეხედეთ. წინ კაბა უკან ადგილზე. ოჩა. ამას ცოტა ესპანური მოტივებით. 2 გვერდზე ნაბიჯი. აჰა. ოჩა. 4 3 ნახეთ, ეხლა დავატრიალეთ. აჰა. ცოტა დავიხაროთ გვერდზე. ჩვენი ტანი მიმართულებას აძლევს ჩვენს ბრუნს. ოჩა. თავიდან 2 1 ადგილზე ხრები. შეხედეთ მოძრაობა, კეთება დაბლა, ოჩა. ეხლა მხრებით დავამატეთ. კიდე. დათვათ 2 ნაბიჯი მარჯვნივ. 1 2 წავიდა, ხელი. აბა ხატია. ხო, ფლამენკოზე ხო იყავი? წავიდა ტაში. აჰა, მეორე მხარე. ეხლა ნახე, ოდნავ გადავიწევი და წავიდა გვერდზე. აჰა, მეორე მხარე, ბოლომდე. წავიდა 2 ნაბიჯი.
ოჯახ წინ გადაადგილება უკან 2 აია 2 1 4 3 2 კიდე წავიდე კაბა დავუჭირეთ ხელში წინ უკან ცოტა კიდე აჰა 1 2 დავიდა 4 3 დავატრიალეთ კერძო მოძრაობს უკან ოჯახ კიდე და ბოლო Bravo! Bravissima! ხედავ რამდენი ელემენტი იყო, ცოტა შაკირა გამახსენდა, ცოტა ფლამენკო გამახსენდა, იქ ზღვის სანაპირო და გამახსენდა რომ მალე მოდის სხვა და დასვენების სეზონი და ეგ არის საინტერესო სულ სხვადასხვა რაღაცა მოძრაობებს ნახავ. პროფესიონალიზმი რას ნიშნავს გოგოებო? ამდენს ხსნი ესე საინტერესო და ასე პროფესიონალურად და მე მაგით რო ვცეკო, მე გოშინებ. წარმოიდგინე ადამიანი 3 ცეკვა სრულად იცეკვა. თან ამას ყველაფერს ლაპარაკობს, ხო არ ჩერდება რომ აგიხსნას და არის აგერ ერთი გოშინის ხმა არ გამიგი. ზაზანაშვილი იმიტომ ვინმე არ მეგონოს. ხო არ მგონია თქო. ხო, არავითარ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა გეყვარხარ. ჩვენ შემდეგ კვირამდე კარგად. აბა წაშლიავდნენ ჩვენი გოგოები. ჩვენიერი არაჩვეულებრივი მუხტიც გვაქვს, ყველაფერი არის, ის არის, ეს არის, იხალისეთ, სახალისო ვიდეოებიც ნახეთ, გავჯან ცეცხლი დაანთეს გოგოებმა და ახლა დრო არის სარეკლამო პაუზა, გამოვაცხადოთ რეკლამაც, რომელიც ძალიან მალე გაივლის და მალე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თქვენ უნდა არ გადართოთ, თქვენ არ უნდა გადართოთ და დაგველოდოთ დილის ლაივი მალე დაბრუნდება. ჩვენ ჩაუჯდებით რეკლამას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვიც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც ანა ზაკაშვილი განაგრძობს რუბრიკით სარჩევი. ანა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობისას. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისას. რა უნდა გვასწავლო, რა მოგვიტანე ეს რეაგია? დღესაც სხვათა შორის ზეთები მოვიტანე სტუდიაში და ჩვენს მაყურებელს უნდა ვასწავლოთ ამჯერად ყველაზე ესე ვთქვათ ხშირად მოხმარებადი ზეთის, მზესუმზირის და სიმინდის ზეთის მოხმარებასთან დაკავშირებული წესები და ასევე მისი ხარისხის ამოცნობასთან დაკავშირებით უნდა გასწავლოთ რამდენიმე საინტერესო ხრიკი, რა თქმა უნდა, ჩემს სტუმართან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ზეითუნის ზეთზე არაერთხელ გვილაპარაკი, ახლა სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს ზეთები, იმიტომ რომ თუნდაც ფასიდან გამომდინარე, ყველაზე ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვისაც სწორედ ეს ზეთი არის, ხო? ძალიან აქტუალურია ეს თემა. კი ბატონო, ძალიან აქტუალურია, ალბათ გვინახავს ხო საკუთარ თვალის წინ, როგორ ორთქლდება მაგალითად ზეთი ან შხეფებს, როგორ ყრის მანამ სანამ პროდუქტს მოვათავსებთ ტაფაზე და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ გახდა ეს თემა აქტუალური და რა თქმა უნდა არ არსებობს დიასახლისი, რომელსაც 1-2 შხეფი ზეთის პატარა ლაქა არ ქონდეს ხელზე, იმიტომ რომ მე მგონი არ მეგულება ეგეთი. ხო, და აქვს ამას გარკვეული მიზეზი, რატომ შეიძლება შიშხინებდეს ტაფაზე ზეთი ასე მანამ სანამ პროდუქტს დავყრიდეთ ტაფაზე, ხო? მოდი ჩვენ სტუმართან განვაგრძოთ უკვე საუბარი, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი დილამშვიდობის ირაკლი. ირაკლი უკვე სტუმარი აღარ არის ჩვენი აი უკვე მეორედ სტუმრობს. ირაკლი, ჩვენ ახლა საუბრობდით მომხმარებლის თვალსაზრისიდან და გადმოსახედიდან, რომ ხშირად გქონია შემთხვევა, როდესაც აორთქლებულა ზეთი ტაფიდან, ან კიდევ სანამ პროდუქტს დავყრიდით, როგორც წეგან თქვი, მაშინ შხეფებს ყრის ეს ზეთი. რასთან გვაქვს საქმე? ეს არის პროდუქტის ფალსიფიკაცია თუ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? მოგესალმებით, მიმოსალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი თუ ესეთი პროცესი მოხდა, რომ ზეთმა სანამ იქამდე პროდუქტს მოვათავსებთ და იწყო ასე ვთქვათ შიშქინი და ასე ვთქვათ აორთქლების პროცესი მოხდა. ეს არის არასრულყოფილი დეზოდორირების პროცესი, ანუ ნებისმიერი მზესუმზირის ზეთი აწერია შემადგენლობაში, რომ ის არის რაფინირებული და დეზოდორირებული. დეზოდორირების პროცესი ხდება შემდეგნაირად, თვითონ ეს ზეთის მასა სპეციალურ ასე ვთქვათ ავსში ცხელდება გარკვეულ ტემპერატურამდე
და ემატება უფრო მაღალი ტემპერატურის წყლის ორთქლი. რომ გამოიდონოს იქიდან ის არასასურველი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც არ არის არასასურველს დევნის, მათ შორის დეზოდორირების პროცესით დევნის იმ არასასიამოვნო სუნს და გემოს, რაც შეიძლება ზეთს ჰქონდეს და მე გამოტომის საშუალებით გამოდის ეს ორთქლი ისევ გარეთ. თუ მოხდა არასწორი ტექნოლოგიური პროცესი, ეს ორთქლი რჩება, ასე ვთქვათ, ზეთში და შემდეგ უკვე ხდება ისე, რომ როდესაც შიშხინებს. ანუ არასწორი ტექნოლოგიური პროცესი. ხო, აი, ზეთი წყალთან ურთიერთქმედებისას ხომ შიშხინებს და ესე იგი არასწორი დეზოდორირების შედეგი არის ის. ანუ ზეთი არ უნდა შიშხინებდეს. კი ბატონო, ანუ ოდნავ უნდა შიშხინებდეს და ისე რომ ბუხტუკები გაუწევს რაღაც მასე არ უნდა იყოს. ეს არის არასწორი ტექნოლოგიური პროცესის შედეგი. ეს არასწორი ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული ზეთი ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს? რა თქმა უნდა, თუ ერთი პროცესი არის დარღვეული ტექნოლოგიური, არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ტექნოლოგიური პროცესები სწორად მიმდინარეობდა, მათ შორის რაფინირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის ამ შემთხვევაში მზესუმზირის ზეთის დროს. აი, ესე იგი, ესე უშუალოდ პირდაპირ ზეთს წყალს არ ურევენ, უბრალოდ არასწორ დეზოდორირებასთან გვაქვს საქმე. და ჩვენ როგორც მომხმარებლებმა სახლის პირობებში ერთმანეთში და არ ერევა, თუმცა ტექნოლოგიურად როგორც თქვა, დეზოდორირების პროცესში ხდება შერევა. არ შეიძლება თქვა, კი ბატონო. კი ბატონო, ჩვენ როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში გარდა იმისა, მე რასაც უკვე ვხედავთ თვალხილულად, მივხვდეთ და გავარჩიოთ კარგი და ცუდი ხარისხის ზეთი ერთმანეთისგან. პირველ რიგში ეს არის თვითონ შეძენის პროცესი, ანუ მაქსიმალურად ვეცადოთ არ შევიძინოთ ისეთი ზეთი, რომელიც ოდნავ დაზიანებული არის, ან დასრული არის, იმიტომ რომ ხდება ხოლმე ხშირად, ასე ვთქვათ, დახზე, რომელიც ოდნავ დასრული არის. ზეთი დროთა განმავლობაში ხდება დასრული გასკულის, ხო? ან თვითონ ზეთი არის გადმოსული ან გახსნილი მდგომარეობაში, ეს ხშირად არის. ან ფერმენტულობა არის დარღვეული, იმიტომ რომ ზეთი დროთა განმავლობაში იჟანგება და ხდება დაჟანგვის პროცესი და რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ხდება ეს პროცესი, უფრო მავნებელია ესეთი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გახსნის შემთხვევაში უკვე დაწყებული არის ეს პროცესი და ესეთი ზეთი არ უნდა შევიძინოთ. ნუ ზეთი არასოდეს არ ფუჭდება და შეგიძლია წლებითი ან რა თქმა უნდა მითი არის, იმიტომ რომ როგორც კი თავი მოეხსნება და დიდი ხნის ჩამოსხმული თუ არის, იქ იწყება დაჟანგვის პროცესი და უკვე მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება იქ. მაშინ ერთი კითხვა მექნება, რაღაცა თავსატეხია ხოლმე დიასახლისების და გამოვიყენებ ამ შალს. არ ვიცი სწორად სულ თუ არა კითხვას. სიმინდის თუ მზესუმზირის ზეთი ზოგადად. აი რაღაცა მითია რომ ერთი არ ვარ და მეორე უკეთესია. ანუ ორივე ზეთი ერთ და იგივე დანიშნულებით ვიყენებთ. ამ შემთხვევაში უფრო მაღალი ხარისხის არის სიმინდის ზეთი, სიმინდის უფრო მაღალი ხარისხის არის ვიდრე მზესუმზირის ზეთი, მაგრამ საერთო ჯამში რო ავიღოთ, თუ ნაკლებად მოიხმარს მომხმარებელი ამ ზეთებს და გადავა თერმული დამუშავების ისეთ ფორმებს, როგორც არის მაგალითად გამოცხობა ან გრილში მომზადება, უფრო უკეთესი იქნება. ნაკლები რაოდენობის ზეთი. აბა მეტი რაში ვიყენებ, თუ გამოცხობა და თერმული დამუშავება არ იქნა? ნუ ძირითადად მაგ შემთხვევაში ვიყენებთ წვიწვის დროს და ნაკლებად უნდა მოიხმაროს ადამიანმა ყოველდღიურ ფორმაში არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. და ხარშვის დროს აი ცოტა ხოვას ხამ თუ როცა ხარშავთ თქვა მაკარონს. ხარშვის პროცესი ყველაზე ნაკლებად ასე ვთქვათ საშიშია, იმიტომ რომ ხარშვის დროს ზეთი ბერი მიდის იმ ტემპერატურაზე, სადაც შეიძლება მავნე ნივთიერებები გამოიყოს, იმიტომ რომ აი ზეთებს აქვთ ასე ვთქვათ, ასეთი ტერმინი არის კვამლის წერტილი. ანუ ის წერტილი იმ ტემპერატურის, როდესაც ზეთი იწყებს უკვე წვას. აი მაგალითისთვის არარაფინირებულ ზეთებს, რომელიც არის დაუფილტრავი. განმარტოთ ეს ტერმინებიც მაინც არას ნიშნავს რაფინირებული და არაფინირებული. ანუ ტექნოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ანუ ზეთიდან ხდება სხვადასხვა ნივთიერებების გამოტანა, მათ შორის მძიმე მეტალების, ანუ უფრო უსაფრთხოების მიზნით, რომ ზეთი გახდეს. ეს ექსტრა ვირჯინი რო აწერია, მაგას ვამბობ. ეს არარაფინირებულია, მან შენარჩუნებულია ყველაფერი, რაც თვითონ ზეთს უნდა ჰქონდეს. ამ პროცესში რაფინირების დროს გამოიდონება, ანუ ყველა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მავნე არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების დროს? მძიმე ტემპერატურა, არა, რაფინირების დროს. ხო. ოღონდ ეს რაფინირების პროცესი ტემპერატურის მიხედვით ხდება, ანუ სხვა ტემპერატურაზე ხდება. არა რაფინირებული, არ უნდა ვიყიდოთ ზეთი? არა, უნდა ვიყიდოთ. შეიძლება რომ ვიყიდოთ. უბრალოდ ეს რაფინირებული პროცესი როგორ ხდება და ამ შემთხვევაში ზეთიდან თითქმის გარდა იმისა, რომ ცუდი ნივთიერებები არის გამოდევნილი, ხდება ძალიან ბევრი კარგი ნივთიერებების გამოდევნა და საბოლოო ჯამში ზეთში რჩება მხოლოდ E ვიტამინი, რომელიც ყველაზე ანუ კარგი რატომ ხდება რაფინირება თუ კი მაგალითად რატომ არის აუცილებელი ზეთის რაფინირება? გარდა იმისა, რომ თვითონ ეს ქიმიური ნივთიერებები გამოვიდეს, რომელიც ზეთში ბუნებრივად ბინადრობს, ასევე წვის წერტილი რომ აიწიოს. აი ხო, ესე იგი რაფინირებული ზეთი უნდა გამოვიყენოთ შეწვისთვის. კი ბატონო, რაფინირებული
რაფინირებული ზეთი უნდა გამოვიყენოთ შეწვისთვის, არარაფინირებული ცივი სალათებისთვის, რადგან თვითონ არარაფინირებულ ზეთებს ეს წვის წერტილი აქვს დაახლოებით 107-დან 110 გრადუსამდე. ამიტომ არ შეიძლება იმ ექსტრა ვირჯეში შეწვა ცივად მოხმარებისთვის არის ზეთი, ანუ ბოლვას და წვას და რაფინირებულ ზეთში გააჩნია სახეობის მიხედვით ეს შეიძლება იყოს 210-დან ზემოთ გრადუსამდე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე ხდება დამუშავება. არარაფინირებულში და ბუნებრივში ვიყენებთ რაფინირებულს, ხო? რაფინირებული შეგვიძლია გამოიყენოთ ცივად, ანუ სალათებისთვის და მსგავსი. მაშინ ერთი კითხვა მაქვს, კახურზეთ რო ვეძახით, რამე განსხვავება არის ამ ზეთებს და კახურზეთ შორის? კი, კახური ზეთი არის, ასე ვთქვათ, არარაფინირებული ზეთი. რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ ცივ კერძებთან ერთად. მაშინ პროდუქტი, იმიტომ რომ ის არის ბუნებრივი, ანუ არანაირი ტექნოლოგიური პროცესი არ არის მომხდარი გარდა იმისა, რომ გამოწვეულია, რაფინირება არ არის მომხდარი და შესაბამისად აქვს წვის დაბალი წერტილი. ამიტომ მხოლოდ ცივი კერძებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში კახური ზეთი. და სახლში დაახლოებით ხარ რომ ვამზადებთ საჭმელს, ხო, რა გრადუსზე მზადდება ეს პროდუქციას გააჩნია, რა პროდუქტი წვავთ? პროდუქციას გააჩნია, ასევე გააჩნია რაკეტს და როგორ ტექნოლოგიური პროცესი. უბრალოდ კარტოფილის შეწვის დროს, როდესაც დაბალი არის, ასე ვთქვათ, ცოტა უშვებით ზევს, ტემპერატურა არ მიდის ძალიან მაღალ ნიშნულზე და ამიტომ არ ხდება, ანუ საფრთხე არ არის, მაგრამ როდესაც ბევრი ზეთია, აი როცა პონჩიკებს თუ რო ყრიავანეთებს ხვეზელებს. ზეთის ხარშვა მიდის, ანუ დუღს ასე ვთქვათ ზეთი, იქ უკვე ტემპერატურა მაღალი არის და ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ტემპერატურას და დროს. აი მაგალითისთვის რომ კარტოფილი ფრი ყველას უყვარს და კარტოფილი ფრი არ უნდა იყოს ყავისფერი ფერი, ანუ უნდა იყოს ოქროსფერი მდგომარეობაში ქარვისფერი, რადგან თუ ასე ვთქვათ ყავისფერისკენ მიდის, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მასში წარმოქმნილია კანცეროგენული ნივთიერება აკრილამიდი. რადგან აკრილამიდი წარმოიქმნება ისეთი პროდუქტების მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად, რომელსაც მაღალი შაქრის შემცველობა აქვს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს, ანუ ამ შეწვის პროცესს. ხო. არც მინდა გავიმეორო ის, რასაც ხანდახან ამბობენ, რომ შეიძლება მეორადი ზეთი იყოს საერთოდ როცა მოხია. მაგაზეც მოგახსენებთ, კი ბატონო. აი მაგალითისთვის ერთ-ერთი სტრაფიკობის ობიექტს აქვს ესეთი სტანდარტი, რომ ფრის აპარატში 180 გრადუსზე 3 წუთში იწვება ფრი და ითიშება აპარატი. და იქ ამ აკრილამიდის წარმოქმნის რისკი არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ სტანდარტი არის და სხვა ობიექტები. თუმცა საქართველოში რამდენ ობიექტს აქვს მსგავსი სტანდარტიდან? ძალიან ცოტა დანარჩენი უბრალოდ ფიზიკურად ხდება დაკვირვება და რასაც დიდი კონტროლი სჭირდება. აუცილებლად უნდა ვკითხო ირაკლის ეთერის შემდეგ რომ ჩავიწერო რაც შეიძლება რომ მიიღო. და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ფრის თუ შევიძენთ, უნდა იყოს ქარვისფერი და არავითარ შემთხვევაში ყავისფერისკენ წასული, ასე ვთქვათ. ესე იგი, ტაფაზე რომ ზეთი იბოლება ხოლმე, ეს იქედან გამომდინარე ხდება, რომ შეიძლება წვის წერტილს გადაცდა, ხო? წვის წერტილი აქვს დაბალი და ამ შემთხვევაში წვის წერტილის ასთა და დაიწყო ზეთმა, ასე ვთქვათ, დაწვა, ბოლის გამოყოფა, ასე ვთქვათ და გარდა იმისა, რაც ხილული არის, ხდება ასევე კანცეროგენული ნივთიერებების გამოყოფა ამ მაღალ ტემპერატურაზე უკვე. კი, როდესაც უკვე წვას დაიწყებს ზეთი. რომ შევაჯამოთ, ესე იგი, თუ გვინდა რომ რაღაცა ისეთი შესაძლებლად ვიყიდოთ ზეთი, მას უნდა ჰქონდეს მაღალი წვის წერტილი და ამას შეფუთვაზე ვნახულობთ აუცილებლად. ეს არაწერი არც ერთ ზეთის წვის წერტილი, უბრალოდ აი ეს თვითონ პროცესი ტექნოლოგიური პროცესი რაფინირებული და არარაფინირებული ნიშნავს ეგ რომ ანუ რაფინირებულს უფრო მაღალი წვის წერტილი აქვს, არარაფინირებულს უფრო დაბალი წერტილი, გააჩნია ზეთის თვითონ ხარის ანუ დასახელებას რომელი მცენარესგან არის მიღებული და რამდენად სწორად არის დაცული ეს ტექნოლოგიური პროცესები. კი ბატონო, ასეთი ხერხი გამიგია, რომ თუ კი მარილს ჩავყრით ზეთში და ის გაიხსნება, ნიშნავს რომ აი ეს პროცესი, დეზოდორირების პროცესი არის არასწორად წარმოებული, იმიტომ რომ წყლის ორთქლს შეიცავს, ანუ წყალს შეიცავს ზეთი. შეგვიძლია ეს ტესტი პრინციპში ჩავატაროთ ჩვენ მიერ ნაყიდ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ბრენდულ ზეთთან მიმართებაში და ესე იგი თუ გაიხსნება, ეს იქნება ნიშანი რომ ეს ზეთი არის უვარგისი, ხო? კი ბატონო, შეიცავს წყალს. წვრილ მარილს, სუფრის მარილს ყრი, ანა ვერ ხედავ აქედან. ხო, სუფრის მარილს ყრი. ხო, ну არ იხსნება. რამდენ ხანში უნდა გაიხსნას? ზეთ უკვე დაწყებული იყო გახსნის პროცესი. უნდა დაწყებულიყო. არ იხსნება, ესე იგი სწორად გვაქვს ესეთი. ანუ სწორედ ტექნოლოგიური პროცესი არის, სწორად არის დეზოდორირებული. აი ესეთი ხრიკები თუ შეგიძლიათ კიდევ რამდენიმე რომ ასწავლოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. ესეთი ხრიკები
მეტი არ ვიცი რაც მე ამის გარდა, ანუ ძირითადად მნიშვნელოვანია პრინციპში ყიდვისას ვიცოდეთ, თუ ვიღებთ ზოგადად ხრიკები 100%-იან გარანტიას ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიძლება იყოს და მაინც საბოლოო ჯამში ვენდობით მწარმოებელს რამდენად კეთილსინდისიერია და რამდენად შეძენის დროს. აი რაფინირებული და არარაფინირებული ზეთის შენახვის ვადებიც ვუთხრათ, იმიტომ რომ ხატიამ დასვა წაღან კითხვა და ბარემ გავცემს. არარაფინირებული ზეთი აუცილებლად უნდა შევიძინოთ თვითონ შეძენის დროსაც მუქ ბოთლში და თვითონ შენახვის დროსაც უნდა დავიცვათ შუშის ბოთლში. შეიძლება პლასმასის იყოს, მაგრამ ვეცადოთ რომ შუშის ბოთლი იყოს, რადგან მზის სხივები აჩქარებს დაჟანგვის პროცესს და აუცილებლად უნდა იყოს მუქ ბოთლში და გარდა მაგისა უნდა შევინახოთ ისეთ სათავსოს, სადაც სინათლის სხივები პირდაპირ არ ხვდება, მათ შორის რაფინირებული ზეთის შემთხვევაშიც იგივენაირად თავდახურული და კარადაში, სადაც სხივები და სინათლე არ ხვდება, რომ ისედაც დაიწყო მან დაჟანგვის პროცესი და უფრო მალე არ მოხდეს ეს პროცესი. ასევე საინტერესო არის და მაინტერესებს გადავამოწმებ თქვენთან ამ ინფორმაციასაც, მნიშვნელობა ჰქონია ზეთის ჩამოსხმის ვადას. რამდენად მართალი არის ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ მზესუმზირის და სიმინდის ზეთის შესახებ. ეს სწორი ასე ვთქვათ ამბავია, იმიტომ რომ თვითონ როდესაც დაიკრიფება მზესუმზირა, რაც უფრო მალე ხდება მის დამუშავება და ასე ვთქვათ ჩამოსხმა, უფრო კარგი არის, უფრო ახალ ზეთს ვიღებთ, იმიტომ რომ დაახლოებით ეს შემოდგომის პერიოდიც კი ხდება უკვე ამ მზესუმზირის აღება და აი ამ პერიოდში ჩამოსხმული ზეთი უფრო კარგი და უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიცავს. და როდის არის ეს პერიოდი? შემოდგომისთვის დაახლოებით ესე სექტემბერი-ოქტომბრისთვის. მაგ პერიოდში ჩამოსხმა და მაგრამ ერთი არის რომ ჩამოსხმა და მაგრამ შესაძლებელია ზეთს ეწეროს არა წარმოების სვადა, არამედ ჩამოსხმის სვადა და ეს ზეთი იყოს უფრო დიდი ხნის დამზადებული, უბრალოდ ეტიკეტზე ხანდახან აწერია ხოლმე რომ ეს არის წარმოების თარიღი, ან ჩამოსხმის თარიღი და მაგას უნდა მივაქციოთ. წარმოების და ჩამოსხმის თარიღი უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ორივე აწერია ხოლმე ეტიკეტზე. ან ერთი ეწერება, ან მეორე, ან ორივე ერთად და მაგით შეგვიძლია გავაკეთოთ. და კიდევ იცი რა მაინტერესებს, ეხლა რომ აღნიშნეთ, შუშის ბოთლში უნდა იყოს აუცილებლად. და აი ძირითადად რა ქვია, სიმინდის და მზესუმზირის ზეთები ძირითადად სულ პლასმასის ბოთლშია და რატო არარაფინირებული სახება ეს და ჩვეულებრივ რაფინირებული შეიძლება რაფინირებული კი შეიძლება პლასმასში იყოს, გიაპლასმასში იყოს. ძირითადად სულ პლასმასში ხდება რა. კი. და კიდე ერთ დავამატებ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი წარწერა აქვს, ხო მნიშვნელოვანია ანუ ზეთებს ქოლესტერინის გარეშე მარკეტინგული ხრიკი, რომელიც არის ტყუილი, იმიტომ რომ მცენარეული სხივები საერთოდ არ შეიცავენ, ასე ვთქვათ, ქოლესტერინს და ეგ წარწერა აქვს, ისაც არ შეიცავენ ფიზიკურად და ტყუილად აწერია ქოლესტერინის გარეშე. და ბუშტუკები რო არის, ახლა ნახეთ რა ნახულობთ, ძირითადად ხანდახან ბუშტუკები არის ხოლმე. ეს რამის ნიშანია თუ უბრალოდ აი უბრალოდ ჰაერთან ურთიერთობა არაფერი ესეთი არის, დასხმის დროს ხდება, ეგ რო შევანჯრიოთ, მაშინაც წარმოიქმნება ეს ბუშტები და არაფერი. ირაკლი, მოდი შევაჯამოთ ახლა რას უნდა მიაქციოს მაყურებელმა შეძენის დროს. ყურადღება, პატარა რეზიუმე გავაკეთოთ და ამით დავასრულოთ. კი ბატონო, შეძენის დროს დავაკვირდეთ ზეთის მდგომარეობას, ანუ ხომ არ არის დაზიანებული, ხო არ აქვს ელემენტურობა დარღვეული და აუცილებელი არის და სასურველია რომ მივაქციოთ ვადებს ყურადღება, რაც უფრო ახალი ჩამოსხმული არის, შევიძინოთ ისეთი ზეთი და რაფინირებული ზეთები გამოვიყენოთ წვისთვის და არარაფინირებული ზეთები ცივის კერძებისთვის, რომელსაც თერმული დამუშავება არ სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი საინტერესო რჩევების გაზიარებისთვის, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ეს სტაფარო იბოლებოდა და ასე შემდეგ, ნუ სხვა წარმოდგენები მქონდა და ახლა მივხვდი რაში ყოფილა საქმე და ეტიკეტი არის მოკლედ ჩვენი გზამკვლევი, როგორც ყოველთვის ყველა სასუსათო პროდუქტთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის და სამომხმარებლო დონეზე ლექსიკით ახსნისთვის ამ ყველაფრის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მართლაც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა, უნიშნელოვანესი თემა, მგონია რომ ყველაზე მეტი სამზარეულოში ზეთი გამოიყენება, ხო? ბაჩო, შენ კომპეტენტური ხარ ძალიან, იმიტომ რომ შენ ამ ბიზნესით იყავი დაკავებული, კიდევ ერთხელ გავუსვამხარ. არა, ანუ სარესტორნო ჰორიკას მიმართულებით. ხო, არა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აი ამბობდი იმასაც, რა ქვია, იქ ფრანგებს აქვს ეგეთი კითხეს რომ სამი საიდუმლო გითხარი
სამზარეულოსი, რა არის ფრანგული სამზარეულოსი და ხეს რომ ეს არის კარაკი და კარაკი. ვეთანხმები ფრანგებს ისევე როგორც ბევრ ამაში, იმიტომ რომ მეც ასე ვფიქრობ, რომ კარაკი და კარაკი, მაგრამ რამოდენიმე კერძი. მაგრამ გამნიშნულოვანი, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში რამოდენიმე კერძი ხო არა, კარტოფილის შეწვა, ტკბილი ფლავი და მესამე არის ბლინის ცხობა. ხო, ჩვენს ვიცი კარგი ბლინები, აუცილებლად გადაკმარიჟებ ბლინებს და შედამაკარ. და აი იქ მაინტერესებდა რომელი ზეთი, თუმცა ძირითადად ნუ ასეთს ვიყენებთ და არა ზეითუნისას და უნიშნულოვანესი იყო ანას რუბრიკა როგორც ყოველთვის და ირაკლის სტუმრობაც როგორც ყოველთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოგვაძლევს. ნახე, ხოლესტერინზე იყო საუბარი, ჯანმრთელობაზე იყო საუბარი, ცილებზე, ნატურალურ პროდუქტზე და ასე შემდეგ და ასე ოსტატურად შეგვიძლია გადავიდეთ სამედიცინო რუბრიკაზე, რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენი სამედიცინო რუბრიკის ჯერიც არის და ჩვენი შოთა ჭანჭყავა ძალიან საინტერესო თემით და სტუმრით შემოგვიერთება, მაგრამ კი გეტყვით, რომ სამედიცინო რუბრიკის წარმოდგენა გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძენოთ ავერსის აფთიაქო ქსელში და მესაუდა ეს გახლავთ ბრენდი და პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში. შოთა დილამშვიდობის მოგესალმებით ბაჩო ხატია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მე როგორც ყოველთვის გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ უკვე წარმატებულ კვირას. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, უკვე ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, დღეს ვისაუბრებთ ფარისებრი ჯიყლის პათოლოგიებზე, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ფართია ფარისებრი ჯიყლის პათოლოგიები. აქედან გამომდინარე, დღეს დავაკონკრეტებთ და ვისაუბრებთ უკვე ტოქსიურ ჩიხვლთან დაკავშირებით. ჩვენს მოსახლეობა ხშირად გავრცელებულია ხოლმე ტერმინი შხამიანი ჩიყვი, უფრო მარტივი გასაგები რო იყოს მოსახლეობისათვის და ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვია დღეს არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონ მარიამ ასათიანი. დილამშვიდობის მარიამ. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ძალიან ვიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს იმის საშუალება, რომ ვისაუბრო ესეთ თემაზე, როგორიც არის ტოქსიური ჩიყვი, მეტად აქტუალურ საკითხზე. მარიამ, რა არის ეს ტოქსიური ჩიყვი და რა დაავადება არის? დასაწყისში მინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო თუ რას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვალი. ეს არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც მდებარეობს კისრის წინა ზედაპირზე და მის მიერ გამომუშავებული ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ეს იქნება საჭმელმომნელებელი სისტემა, გულსის ძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა თუ რეპროდუქციული სისტემა. შესაბამისად, ესა თუ ის დაავადება, რომელიც გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის, შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა სიმპტომები. ეხლა უშუალოდ რაც შეეხება ტოქსიური ჩიყვი, ეს არის ფარისებრი ჯირკვის დაავადება, რომელიც განპირობებული არის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებებით ფარისებრ ჯირკვალში. ფუნქციური სიმპტომები, ანუ ფუნქციურად ამ დროს ვლინდება ფარისებრი ჯირკვის ჭარბი პროდუქცია ხდება, რომელიც მავნეზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე. სტრუქტურული მხრივ შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვის გადიდება, დიფუზური ჰიპერპლაზია და დიფუზური, ანუ გადიდების ფონზე უკვე კვანძების არსებობა. დიახ. გავრცელება როგორია ჩვენს მოსახლეობაში, მარიამ? გავრცელებას რაც შეეხება, დაახლოებით მოსახლეობის 0.5% ხდება აღნიშნული დაავადება. ძირითადად ეს უფრო ვითარდება ქალებში, 7-ჯერ უფრო ხშირი არის შემთხვევები, ვიდრე მამაკაცებში და ძირითადი ასაკი არის 40-დან 60 წლამდე. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ახალგაზრდა შეიძლება განუვითარდეს ტოქსიური ჩიყვი. ყავს პაციენტები, რომ აქვთ 20-25 წლის ასაკში ეს აღნიშნული დაავადება. რა სიმპტომები ახასიათებს, აი როგორ მიიტანონ ეჭვი მოსახლეობამ, რომ აქვს მაგ ტოქსიური ჩიყვი? ტოქსიური ჩიყვის დროს ძირითადად სიმპტომები არის ადვილად-აგზნებადობა, გაძლიერებული ოფლიანობა, წონაში უმიზეზო კლება, შეიძლება გაძლიერებული მათის ფონზეც, შინაგანი კანკალი, ხელების კანკალი, შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევაც, ასევე ახასიათებს გახშირებული კუჭის მოქმედება, ნამიანი კანი, ჭარბი ოფლიანობა, როგორც აღვნიშნეთ. შეიძლება იყოს ცვლილებები თვალების მხრივ, რასაც ქვია ორბიტოპათია, ანუ თვალის წინ წამოწევა თვალბუდიდან. მხედველობის დაქვეითება, გაუარესება, გაორება, შეიძლება ჰქონდეს ქვიშის შეგრძნება თვალებში. და აღნიშნული სიმპტომების დროს უკვე უნდა მივიტანოთ ეჭვი
და მიმართოს ენდოკრინოლოგს პაციენტმა. დიახ. უმეტეს შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე რომ ტოქსიური ჭიყვის აი თვალის სიმპტომს აქცევენ ხოლმე განსაკუთრებით ყურადღებას ეს წინ რომ წამოიწევა ეს თვალი. და გარდა ამ ზოგადი სიმპტომებისა ეს პათოლოგია თუ ახდენს გავლენას ზოგად ორგანოთა სისტემაზე და მთელს ორგანიზმზე. რა თქმა უნდა, დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ სხვადასხვა დაავადება ფარისებრი ჯირკვლის დაკავშირებული არის სხვადასხვა ორგანოსთან და სისტემასთან და რა თქმა უნდა, ტოქსიური ჭიყვის დროსაც განსაკუთრებით გულსიძახვა სისტემის მხრივ გამოხატულია სიმპტომები არის გულისცემის გახშირება და შორსწავლულ შემთხვევებში უკვე მრთულდება გულსიძახვა პათოლოგიით. დიახ. აი როდის უნდა მიმართოს პაციენტმა უკვე ენდოკრინოლოგს ამ სიმპტომების აღმოჩენის თანავე თუ რაღაც პერიოდი უნდა დაელოდოს და შემდგომ? სიმპტომები რა თქმა უნდა გახშირებული განსაკუთრებით ძირითადად მომართავე გახშირებული გულისცემით. მომართავენ ასევე როდესაც უკვე ხდება თვალების წინ წამოწევა, როგორც აღვნიშნეთ უკვე ჩივილები, ამ შემთხვევაში უნდა მომართოს დროულად პაციენტმა ენდოკრინოლოგს, რომ დროულად მოხდეს მისი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა. დიახ. რა და რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება და რა ჰორმონალური ანალიზები ტარდება ამ დროს? ძირითადად წამყვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ეს არის ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები. ლაბორატორიულში მოიხსენიება ეს არის თირეოტროპული ჰორმონის განსხვავება, თავისუფალი თიროქსინის და ტრიიოთირონინის. შემდგომი უკვე ინსტრუმენტალური კვლევები, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში სინტიგრაფია ინდივიდუალურად უნდა მოხდეს პაციენტთან დამატებითი კვლევების ჩატარება. ძირითადად მაინც ეს არის თირეოტროპული ჰორმონის, თავისუფალი თიროქსინის და ტრიიოთირონინის და ფარისებრი ჯირკვლის ეხოსკოპია. დიახ. თუ არის საჭირო ამ დროს ანტისხეულების განსაზღვრა ხოლმე პაციენტებში? რა თქმა უნდა, ტოქსიური ჭიყვის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვის ანტისხეულების განსაზღვრა, იმიტომ რომ ჩვენი იმუნური სისტემა სამწუხაროდ ჩვენგან დამოუკიდებლად იწვევს ანტისხეულების გამომუშავება ფარისებრი ჯირკვის თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის მიმართ, რაც უკვე განაპირობებს შემდეგ იწვევს ფარისებრი ჯირკვის ჰორმონების ჭარბ პროდუქციას, ჰიპერთირეოს. ანუ გაძლიერებული არის ამ დროს უკვე ყველანაირი ფუნქცია ორგანიზმში და ეს იწვევს ზუსტად დიაგნოსტიკას და ეს განაპირობებს დაქვეითებულ თირეოტროპულ ჰორმონს და მომატებულ თავისუფალ თიროქსინს და ტრიიოთირონინს. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ანტისხეულების განსაზღვრა ტოქსიური ჭიყვის დროს. მარიამ, შენ ასევე აღნიშნე, რომ ის მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე. აი რა გავლენა აქვს რეპროდუქციულ სისტემას შვილოსნობაზე თუ ახდენს გავლენას? გარკვეულწილად ახდენს, რა თქმა უნდა, გავლენა შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომლის დროსაც უკვე რა თქმა უნდა შეფერხებული არის შვილოსნობაც. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი სწორი დროული დიაგნოსტიკა. რა და რა მკურნალობის მეთოდები არსებობს ტოქსიური ჭიყვის დროს? რას მიმართავენ ხოლმე ენდოკრინოლოგს? ტოქსიური ჭიყვის დროს ძირითადად მიმართავენ ტაბლეტოთერაპია. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს საშუალოდ 2 წელი, თუმცა შეიძლება მოითხოვოს უფრო ხანგრძლივი პერიოდიც. სამწუხაროდ იშვიათ შემთხვევაში ხდება, რომ მიუხედავად სწორი ხანგრძლივი სრულყოფილი ჩატარებული მკურნალობისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ბრუნდება დაავადება, რასაც ქვია რეციდივი. არაერთხელ შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს რეციდივის განვითარება, ასე დროს უკვე მიმართავთ ქირურგიულს და შეიძლება რადიოიოთერაპიას დაგჭირდეს. აი რა სხვაობაა ამ რადიოთერაპიასა და ქირურგიაში უპირატესობას, რომელს ვანიჭებთ ხოლმე პაციენტებში? ეს უნდა მოხდეს მაინც ინდივიდუალურად. ქირურგიული რადიოთერაპია უფრო არაინვაზიურია, ანუ გაჭრის გარეშე ხდება, თუმცა მაინც ახლა უპირატესობა თუ ასეთ შემთხვევაში დადგა ქირურგიულს ვანიჭებთ უპირატესობას. დიახ. აი ამ ტოქსიური ჭიყვის დროს ჩვენი მოსახლეობა აი რას უნდა მოერიდოს, რა არის რეკომენდებული ხოლმე უმეტეს შემთხვევაში? ეს რეკომენდაცია იმის სახით, რომ არ განვითარდეს ტოქსიური ჭიყვი, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წელიწადში ერთხელ პაციენტმა შეიმოწმოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ფარისებრი ჯირკვლის ეხოსკოპია იქნას გადაღებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ დიაგნოსტიკა. ვაქვს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ხშირად არის ხოლმე ფარისებრი პათოლოგიების დროს რჩევები რუჩთან დაკავშირებით, აი ტოქსიური ჭიყვის დროს როგორი არის რეკომენდაცია არის თუ არა მისაღები რუჯის გამო ვთქვათ მიიღება. ესე პირდაპირ კავშირი რუჯს ტოქსიურ ჭიყთან დაკავშირებით უფრო ნაკლებად, ზოგადად ახლა ნებისმიერი სასურველი ზედმეტად არაფერი. დიახ.
აი ხატიასაა კითხვა, დია ხატია. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს არაჩვეულებრივ სტუმარს. შეიძლება რომ ვთქვათ, ჰორმონებს ვიმოწმებდეთ და ჰორმონები წესრიგში გქონდეს და ამ დროს თავი დავიმშვიდოთ და ეკოსკოპიური კვლევა არ ჩავიტაროთ და იყოს რაიმე პათოლოგია ფარისებრთან დაკავშირებით. ძალიან კარგი შეკითხვა არის, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ხშირად პაციენტები მოგმართავენ, რომ გამოკვლეული მაქვს ჩიყვი და პრობლემა არ მაქვს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, ძირითადად იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ხდება რომ ფარისებრი ჯირკვის ფუნქცია არის ნორმაში, მაგრამ როცა ჩავატარებთ ფარისებრი ჯირკვის ეხოსკოპიას, ხდება იქ უკვე კვანძოვანი წარმონაქმნები. ურთიერთდამოუკიდებლად არის ესენი, შეიძლება იქ იყოს ნორმა, მაგრამ გქონდეს სტრუქტურული ცვლილებები. ამიტომ კომბინაციაში უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები და ინსტრუმენტალური, ანუ ფარისებრი ჯირკვის ეხოსკოპია. ის რომ ფარისებრი ჯირკვის ჰორმონები ნორმაშია, ეს არ გამორიცხავს რომ გქონდეს პათოლოგია კვანძების სახით, კვანძოვანი წარმონაქმნების სახით. მარიამ, შენ ახსენე რეციდივი პათოლოგიის, აი რომ აუხსნათ რას ნიშნავს ჩვენს მოსახლეობას რეციდივი? რეციდივი ეს არის მკურნალობის შემდგომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ვითარდება დაავადება, ანუ განმეორება. რეციდივი ძირითადად რამდენჯერმე ვითარდება. ეს არაერთხელ შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს. ანუ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ ეს არის მაინც ქრონიკული პათოლოგია. ქრონიკული პროცესი, ქრონიკული ავტოიმუნური პროცესი. თუ არის რაიმე პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც შეიძლება ჩვენ გავატაროთ, რომ ავიცინოთ თავიდან ეს ფარისებრ პათოლოგიები? პროფილაქტიკური შეიძლება ჩაითვალოს სკრინინგი წელიწადში ერთხელ ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევა. ანუ ორივე მეთოდი ამ შემთხვევაში. ერთად უნდა განისაზღვროს ჰორმონები და უნდა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ეხოსკოპით. სტრუქტურული ცვლილებები აქვს თუ არა პაციენტს. მარიმ, შენ ახსენე, რომ უფრო ქალბატონებისთვისაც დამახასიათებელი აღნიშნული პათოლოგია, როგორ არის მიზეზი რა არის და როგორ არის განაწილება აღნიშნული პათოლოგიის? სამწუხაროდ მიზეზი იმის თუ რატო ხშირად უფრო უმეტესად ხდება ქალებში, სამწუხაროდ არ ვიცით. პროცენტულად ხო დაახლოებით 7-ჯერ უფრო მეტ შემთხვევაში ხდება ქალებში ვიდრე მამაკაცებში. მიზეზი ამისი რთული სათქმელი. აი ახსენე შენ მკურნალობა აღნიშნული პათოლოგიისა და ასევე რადიოთერაპია. რამდენი ხანია ხოლმე პერიოდი აი ტაბლეტოთერაპიას, როდესაც ველოდებით ეფექტს პაციენტებთან მკურნალობის? სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობის, მაინც რა თქმა უნდა ინდივიდუალური არის, მაგრამ საშუალოდ მოითხოვს 2 წელს. მკურნალობის სრულყოფილად ჩატარების, როდესაც პაციენტი მოყვება და დანიშნულ მკურნალობას სრულყოფილად იტარებს, თვითნებურად არ წყვეტს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ამ შემთხვევაში საშუალოდ 2 წელი გჭირდება. იშვიათად არის 2 წელზე მეტი, შეიძლება გაგრძელდეს ზოგ შემთხვევაში წელიწად-ნახევარი. დიახ. ხშირად არის ხოლმე რომ ხდება მკურნალობსაც შუა გზაზე შეწყვეტა. თავს მალევე გრძნობენ უკვე კარგად მკურნალობის დაწყებიდან, უკვე მალევე კარგად გრძნობს პაციენტი და ის ჩათვლის რომ უკვე არის ნამკურნალები, აღარ სჭირდება მკურნალობა და თვითნებურად წყვეტს მკურნალობას და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოდის რეციდივი, ანუ დაავადება ბრუნდება უკან და მერე მოგმართავენ უკვე შეიძლება გართულებული მდგომარეობაც იყოს. დიახ. აი მარიამ, ახსენე პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ, რა და რა ანალიზები უნდა გაკეთდეს? უნდა ჩატარდეს შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ეს არის უნდა განისაზღვროს თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი, ტრიიოთირონინი. ეს არის ლაბორატორიული კვლევები და ინსტრუმენტალური ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, იგივე ეხოსკოპია. კი ბატონო. კიდე კითხვა აქვს ჩვენ წავყვანებს, დიახ, ისა. კიდევ ერთი კითხვით შეგაწუხებთ, მარიამ, მითია თუ რეალობა, რომ თუ მამაკაცებში უფრო ხშირია ამ დაავადების შემთხვევაში უშვილობის რისკი? უშვილობის რისკთან დაკავშირებით ცოტა რთული სათქმელი არის, რა თქმა უნდა, გამართული რეპროდუქციულ სისტემაზე ფარისებრი ჯირკვალი მოქმედებს, მაგრამ ესე პირდაპირ კავშირში უფრო ნაკლებად, მაგრამ რა თქმა უნდა ფუნქციონირებდეს ნორმალურად, უნდა იყოს გამართული ფარისებრი ჯირკვის ფუნქცია, რომ გამოირიცხოს და აქედან არ იყოს პრობლემა. დიახ. როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. დიახ. მადლობა. დიახ. აი ხშირად არის ხოლმე ამ თიროტოქსიკობის დროს აი ციკლის აქტიური გადაცდები ქალბატონებში, რაც იწვევს ხოლმე და ასევე მამაკაცებში მსუბუქი გავლენა აქვს სპერმატოგენეზეც, ანუ სპერმის ხარისხზე. მარტივად რომ ვთქვათ. მარიამ, აი ხშირად არის ხოლმე თიროტოქსიკოზი, რომელიც შეიძლება იყოს აუტოიმუნური თიროიდიტის ერთ-ერთი ფაზა, ასე ვთქვათ. ანუ ამ შემთხვევაში როგორი არის ტაქტიკა და მიდგომა მკურნალობასთან დაკავშირებით? ძალიან გავრცელებულია ბოლო წლებში აუტოიმუნური თიროიდიტი ჩვენს მოსახლეობაში საკმაოდ.
ავტოიმუნური თიროიდიტი საკმაოდ გავრცელებულია როგორც თქვენ მოსახლეობაში, დაახლოებით 70% შეიძლება ქონდეს ისე რომ არც იცის. ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი ფაზები, აქვს თიროტოქსიური ფაზა, რომელსაც არანაირი მკურნალობა არ სჭირდება და გარკვეული პერიოდის შემდგომ თავისით უბრუნდება ნორმას. ეს რა თქმა უნდა შეაფასოს კვალიფიციურმა სპეციალისტმა ენდოკრინოლოგმა. აი რამდენ ხანს ველოდებით დაახლოებით? დაახლოებით შეიძლება ის იყოს 1 თვე, 2 თვე, ხანმოკლე პერიოდი აქვს ისე ხანგრძლივი, რა თქმა უნდა არა. და ნაკლები სიმპტომატიკა უფრო ამბობს ვიდრე ტოქსიური ჭირი. ასევე მინდა კითხო მარია, მშობიარობის შემდგომ თირეოტოქსიკოზზე, რომელიც ხშირად არის ხოლმე და ქალბატონებს ახასიათებს ხოლმე მშობიარობის შემდგომ ფარისებჭკულის ფუნქციის დარღვევა. ის რითა განპირობებული და აქ როგორ არის მიდგომა მკურნალობის? რა თქმა უნდა, ქრონიკული ავტოიმუნური თიროიდიტი არის ამაშიც წამყვანი. მშობიარობის შემდგომი თირეოტოქსიკოზის დროს ეს ვითარდება მშობიარობიდან დაახლოებით 4 კვირის შემდეგ, მაქსიმუმ 6 თვემდე შეიძლება ამ პერიოდში იყოს. ესეც თავისით უბრუნდება ნორმას. ანუ აქ ხშირად არის კითხვა ძუძუთიკებმა ხომ არ გავაჩეროთ ესეთ დროს. აქ როგორი არის მიდგომა ამასთან დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით სასურველი არ არის მაინც ლაქტაცია. თიროსტატიკებით მკურნალობის ფონზე. დიახ. კი ბატონო. თუ დადასტურდა რომ არის ტოქსიური ჭიყვი, თუმცა ტრანზიტორი, ანუ მშობიარობის შემდგომი თიროიდიტის დროს ეს არ საჭიროებს, რა თქმა უნდა, მკურნალობა და შესაბამისად ლაქტაციის შეწყვეტაც არ არის აუცილებელი პირობა. დიახ, ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის, ოდესაც არის უკვე მკურნალობაზე ადამიანი ამ შემთხვევაში. დიახ, ასე მარია მინდა კითხო, აი პროფილაქტიკური ღონისძიებების დროს, აი ბავშვებში როგორი არის მდგომარეობა აღნიშნულ პათოლოგიასთან დაკავშირებით? ბავშვებში როგორც მოზრდილებში, სკრინინგი არის იგივე მსგავსი, ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, ჰორმონების განსაზღვრა თიროტროპული ჰორმონის, თავისუფალი თიროქსინისა და ფარისებეჭირკულის ულტრაბგერითი კვლევა. და ასევე თუ არის აი ოჯახური შემთხვევები, თქვა თირეოტოქსიკოზის. ესეთ შემთხვევაში იგივე ანალოგიური პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება და რომელი ასაკიდან უნდა გამოვიკვლიოთ უკვე ბავშვი? რა თქმა უნდა, გენეტიკურ წინასწარ-განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წელიწადში ერთხელ მათი დიაგნოსტიკა და სკრინინგი უნდა ტარდებოდეს. ბავშვებიდან დაახლოებით 3-4 წლიდან უკვე უნდა მოხდეს რუტინული კვლევა. კი ბატონო. დიახატი აგისვეთ. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენაერი ორი არაჩვეულებრივი ექიმისგან რჩევებს. ვიცით რომ ძილი, სიგარეტი, ალკოჰოლი და სტრესი ეს აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ჩვენი ცხოვრების წესიდან, მაგრამ აუცილებელი პროდუქტები რაც უნდა მივიღოთ რომ თავიდან ავირიდოთ ეს დაავადება. თუ არსებობს. ნახოთ ზოგადად ფარისებჭკულის პათოლოგიები ალბათ უფრო. დიახ. კი. ზოგადად ვიცით რომ საქართველოს წარმოადგენს იოდეფიციტ რეგიონს და უნდა მოხდეს იოდით შევსება რომ ფარისებჭკულის დაავადებები იქნას თავიდან აცილებული. დიახ. ესე კონკრეტული საკვები ცოტა გამოსურთული ის არის, ესე ვერ გამოვყოფთ რომ რაღაცა აი მის. ძირითადად არის აი სეზონურად ეხა რაც არის თქვა კივი, ფეიხო რაც დადებითად რაოდენობით უფრო შეიცავს ასე ვთქვათ. ასევე კარგი არის ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტები ვთქვათ, როგორიც არის ბროკოლი, როგორც არის ყვავილოვანი კომპოსტო, ვიტამინისა და ჩელის ისეთი პროდუქტები ვთქვათ, ეს არის დღეს იყო ის ზეთზე საუბარი, ზეითუნის ზეთი, რომელიც ძალიან კარგი გავლენა აქვს და დადებითი ანტიოქსიდანტური გავლენა აქვს ორგანიზმზე. ნუ ზოგადად ამ შემთხვევაში აუცილებელი არის ბალანსირებული ჯანსაღმყობის რაციონი, რათა ეს ყველა პროდუქტი იყოს მიღებული და არ იყოს დეფიციტი რომელიმე პროდუქტის ჩვენს ორგანიზმში გამოხატულად. განსაკუთრებით აქ ფარისების პათოლოგიების დროს ეს იოდზეა უფრო მეტად საუბარი და ასევე ეხა ბოლო წლებში წამოვიდა უკვე საუბარი სელენთან დაკავშირებით, რომელსაც აუტოიმუნური თიროიდიტის დროს ანტისხეულებზე რაღაც გარკვეული ზეგავლენა აქვს და ხშირად მკურნალობაშიც ერთვება ხოლმე სელენის რაღაც დაბატების საკუთრებით ორბიტოპათიის დროს, როდესაც გვაქვს ტოქსიური. აი კარგია მარია ორბიტოპათია ახსენ და კარგია რომ არ გამოგჩა ეს კითხვა. ხშირად არის ხოლმე რომ აი ამ ტოქსიური ჭიყვის დროს ეს თვალიწირო წამოსული არის ერთვება მკურნალობაში სტეროიდული თერაპია. და აი როდის ხდება საჭირო და ხშირად არის კითხვა მოსახლეობისგან რომ ეს სტეროიდი ხომ არ დამიზიანებს ორგანიზმს, რადგან ძლიერი ჰორმონი არის.
არის შემთხვევები, როდესაც რა თქმა უნდა ტოქსიური ჩიყვის დროს, როდესაც გვაქვს ორბიტოფატია, უნდა ჩაერთოს სტეროიდი, უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად მაინც სიტუაციიდან გამომდინარე და ის რომ შეიძლება სტეროიდმა რაღაცა დააზიანოს, პირიქით, როდესაც მიზნობრივად და საჭირო შემთხვევაში არის კონკრეტული დოზირება დანიშნული, აუცილებელი პირობა არის. ასევე არსებობს პულს თერაპია კონკრეტულად ორბიტოფათიის სამკურნალოდ, ამას თავისი სქემა აქვს. და უნდა მოხდეს რა თქმა უნდა კომბინაციაში თიროსტატიკებთან, ანუ ფარისებრიჯირკვის მაბლოკირებელ თერაპიასთან ერთად ამის დანიშვნა. საკმაოდ ეფექტურია. და აი თიროსტატიკების გვერდითი მოვლენებიდან დაახლოებით რას ველოდებით? შეიძლება განვითარდეს ლეიკოციტების დაწება, იშვიათ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციური სინჭები, თუმცა ეს ნაკლებად ხდება. იმდენად მნიშვნელოვანია ამ დროს და იმდენად მკვეთრი ცვლილებები ხდება ტოქსიური ჩიყვის დროს და იმდენი ორგანო და სისტემა ზიანდება თვითონ ამ ტოქსიურის დროს, რომ მისი გვერდითი ეფექტების თიროსტატიკების უკვე ნაკლებად და საჭიროებს დროულ მკურნალობას. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აქ არის არჩევანი ცუდსა და უარის შორის. და ხშირად გვიწევს ხოლმე ცუდის არჩევა, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ეფექტიანი იქნება ეს მკურნალობა და დადებითი მომცემი ამ შემთხვევაში ჩვენი პაციენტისათვის. აი, მარიამ, დაახლოებით როგორი რა ასაკის პერიოდში არის ხოლმე ტოქსიური ჩიყვის ძირითადად გამოვლენა და მოსახლეობის რა ასაკის ჯგუფმა უფრო მიაქციოს ამას ყურადღება? ძირითადად ასაკი მოსახლეობის ეს გახლავთ 40-დან 60 წლამდე, თუმცა როგორც თქვი, ეს არ გამორიცხავს და რომ შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდა ასაკში. ყავს 20-25 წლის გოგოები, ხალები, რომელთაც აქვთ ტოქსიური ჩიყვა, მაგრამ ძირითადი ასაკი ეს არის 40-დან 60 წლამდე. დიახ. თუ არის ასევე ჩვენთან ახლა ძალიან მკვეთრად არის გავრცელებული ჰიპოთირეოზი და ჰიპოთირეოზის ფონზე გამოიყენება ასევე ჩანაცვლებით თერაპია ლევოთიროქსინი. რამდენად არის ხშირად მედიკამენტოზური თირეოტოქსიკოზები პრაქტიკაში? პრაქტიკაში სამწუხაროდ ხდება, თუმცა როცა სწორად არის მკურნალობა დანიშნული და ადეკვატური ჩანაცვლება ხდება ადეკვატური დოზით ლევოთიროქსინის, არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხდება მედიკამენტოზური თირეოტოქსიკოზი, თუმცა ამას ნაკლები კლინიკური სიმპტომი ახასიათებს ტოქსიური ჩიხვისგან განსხვავებით და ნახაც დროულად უნდა შეფასდეს ფარისებრიჯირკვის ფუნქცია, ჰორმონების და შემდგომ გადაწყდება კორექცია უკვე მოხდება. ხშირად არის ხოლმე ზოგიერთი, რადგან ლევოთიროქსინს აქვს მეტაბოლიზმის ამაჩქარებელი ფუნქცია, წონის დასაკლებად ხელოვნურად იღებენ მაღალ დოზებს და აი რო უთხრათ, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს ხელოვნურად მაღალმა დოზის მიღებამ. უკვე ვისაუბრე კიდევაც, რომ ჭარბი პროდუქცია თიროიდიული ჰორმონების რას განაპირობებს, სხვადასხვა ორგანოზე და სისტემაზე აქვს მავნეზე გავლენა, ამიტომ ხელოვნურად როდესაც ხდება, შეიძლება პირველ რიგში გამოყოფეს არის გულსის ძარღვთა დაავადება. ამიტომ კატეგორიულად დაუშვებელია, ადრე გარკვეულ პერიოდში შეიძლება მცირე დოზებით ხდებოდა ამის ხელოვნურად გამოყენება, მაგრამ კატეგორიულად დაუშვებელია წონის კლებისთვის მედიკამენტოზური თირეოტოქსიკოზი. ამიტომ არ უნდა მოხდეს არამიზნობრივად ჭარბი დოზის დანიშვნა თირეოდული ჰორმონის. დიახ. მარიამ, მინდა ცალკე გამოყო ასაკოვანი პაციენტები. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ასაკოვანი პაციენტებთან კლასიკური სიმპტომატიკით არ მიმდინარეობდეს თირეოტოქსიკოზი და აი რა განსხვავება გვაქვს ჩვეულებრივ შედარებით ახალგაზრდა და ასაკოვან პაციენტებს შორის? ასაკოვან პაციენტებს შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმპტომებით წამოსული და ამიტომ ცოტა გაძნელებული არის ეს თირეოტოქსიკოზის სიმპტომებია თუ შეიძლება სხვა თანხლები დაავადებები ზოგს და შაქრიანი დიაბეტი შეიძლება იქიდან იყოს პათოლოგიების სიმპტომები, პოლიმორფული სიმპტომები ახასიათებს. ამიტომ ისევ და ისევ უნდა მოხდეს ფუნქციის შეფასება, რათა სწორად და ზუსტად ვიცოდეთ ეს ფარისებრიდან არის გამოწვეული თუ სხვა თანხლები დაავადებები. დიახ. დიდი მადლობა მინდა მარიამ გითხრა ესეთი ავამწურავი და ესეთი გასაგები მარტივი ენით მოწოდებული ინფორმაციისათვის. ჩვენს მოსახლეობას შევახსენე, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონ მარიამ ასათიანი, რომელიც საუბრობდა ფარისებრიჯირკვის პათოლოგიებთან დაკავშირებით, კერძოდ კი ტოქსიურ ჩიხვლთან დაკავშირებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ფარისებრიჯირკვალზე თან დაკავშირებით საუბარს, რადგან ეს ძალიან დიდი თემაა და სხვადასხვა პათოლოგიებია ამ დროს წინ წამოწეული, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში და ბავშვთა ასაკში, რომელიც
საგამოძიო დეფიციტით გამოიხატება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მე ერთი კვირით დაგემშვიდობები და გისურვებთ ჯანმრთელობას. დიდი მადლობა შოთა, დიდი მადლობა თქვენ სტუმარს და გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევ, გვიხარია რომ ტერმინოლოგიასაც გვისწორებ და აწი აღარ ვიტყვით შხამიანი ჩიყვილი და ვიქნებით უფრო კომპეტენტურები, ტოქსიური ყოფილა ჩემო ბაჭო, ესე იგი კიდევ ერთი ჩვენ სამედიცინო ლექსიკონში შესწორება შევიტანეთ. გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით. მადლობა შოთა, გემშვიდობებით ერთი კვირით. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგვანოდეთ კარგად. დროებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ეს დილის ლაივია 9 საათიდან 11 საათამდე. თქვენთან ერთად თქვენს კარგ განწყობაზე და თქვენს ინფორმირებაზე მომართული თავიდან ბოლომდე ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ზრუნავთ და ვფიქრობთ ამაზე. და ფაქტიურად თუ უკვე რამოდენიმე წუთი დაგვრჩა, თუ ეხლა გაიღვიძეთ დილამშვიდობის და რა თქმა უნდა შეგიძლიათ გადაახვიოთ ან სოციალურ ქსელში გვიყურებთ და ვინც ახლა შემოგვერთით, ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს კიდევ. მოდით ეხლა გავაგრძელოთ ერთად და შემდეგ უკვე გადაახვიოთ თუ რა მაგაქვთ გამოტოვებული. ბაჭო, რა ხდება აბა? ეხლა ძალიან ერთ-ერთი ჩვენი მაყურებლისთვის უსაყვარლესი რუბრიკის დრო დადგა, გოგოლა კალანდაძის სახლები, რომელიც ესტუმრა ზურა შევარდნაძეს და ზურამ მასპინძლობას და როგორ ჩაიარა სტუმარ მასპინძლობამ, შეგვიძლია ერთად ჩავუჯდეთ და ვუყუროთ. და რა სილამაზეების ხილვა გველის უკვე წარმომიდგენია. დღეს მოვედი სტუმრად ერთ ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარ გურულ ადამიანთან სტუმრად. ზუსტად 20 წლის წინ ამ ტერიტორიაზე ტრიალი მინდორი, ჭაობი იყო და ნამდვილ 64 აქცია ქაურა. ზურა შევარდნაძე გუმასპინძლებს დღეს და დაგვათვალიერებინებს მის არაჩვეულებრივ სახკარს. ესე მოხდა რომ პირველად ვარ აქ მართლა 64 შეუქმნია ამ ადამიანს და ამდენი შრომა ჩადებული აქ როგორ გემოვნებით არის ყველაფერი გაკეთებული ის ღაპარი ნამდვილი 64 ამიტომ ეს ყავს ამდენი ვიზიტორი ყოველდღიურად იმიტომ არის საოცარი გარემო მე ხოლმე მომწონს ზურა და გავიგებთ არა მარტო ეს ზურას ისტორიას არამედ აქაურობის ისტორიასაც მოვუსმენთ, როგორ შეიქმნა გარდენია შევარდნაძე. აი, ზურა, დავინახე, გამარჯობა ზურა. როგორ ხარ? კარგად ვარ. ეს უნდა დაგიმაგრო. დამიმაგრე. გამარჯობა. უნდა ჩაგეხუტო. და მადლობა უნდა გადაგიხადო. აი, ლამაზი ხალი თუ ჩამეხუტება, ჩავიხუტებ. აი, ასეთი სილამაზისთვის მადლობა თქვენ. მადლობა. რა შემოდიხარ თუ არა გეცვლება განწყო რაც არ უნდა ხასიათზე იყო ნუ ხარ ბედნიერი გეღიმება აი სიმღერა რო არ იცოდა და usmena რო იყო აი სულ გინდა რომ იღიღინო და ეს დაათვალიერო და ისიამოვნო აი ამ საოცარი გარემო და წინადადებების მოსმენა 1000-დაც კი მესიამოვნო ხო ვიცი ალბათ სულ გესმის დღეში რამდენჯერ გესმის ეს ხო მაგრამ ყოველ ჯერზე სასიამოვნო მადლობა დიდი მადლობა შენ პირიქით მადლობა აი ესეთი საოცრება რო გვაჩუქე ადამიანებს მინდა რომ დამათვალიერებინო აქაურობა კი ბატონო სიამოვნებით დამათვალიერებინე რა თქმა უნდა შენი სივრცე. იცი რა მე შენ აქ ცხოვრობ და ამიტომ მინდა რომ უფრო შენი სივრცე დამათვალიერებინე. კი ბატონო, წავიდეთ. მოდი თან ვიაროთ. თან მომიყევი როგორ მოაგენი ამ ადგილს. ძალიან მარტივი მიზეზით. იაფი იყო მაშინ რომ ვიყიდე. და რა ღირდა? 2 ლარი. არასწორს. მაგრამ რომ მოხვედი აქ იყო ტრიალი მინდორი და მე მგონი ჭაობი. კი, ასე იყო. ასე იყო. და რატომ მოგინდა აი აქ? იცი რა, რამდენიმე მიზეზი იყო. აი ესეთი ლამაზი ბაღის გაშენება და შენ მე ვიცი რომ თქვი რომ აი მე აქ უნდა გავაშენო ბაღი. ერთი მიზეზი ის იყო რომ იაფი იყო და მე შემეძლო სესხის და ვალის გარეშე მეყიდა. მეორე მიზეზი ის იყო რომ ფართეგზა მოდიოდა და ადვილი მოსასვლელი იყო. მესამე მიზეზი ის იყო რომ მეზობლები მყავდნენ სულ მებაღეები, ეს იყო ძველი სანერგე მეურნეობის ტერიტორია და ჩემი მეზობლებისთვის ეს საქმე არ იყო უცხო და პირველი თანამშრომლები ადვილად ვიპოვე. გასაგებია. კმარა უკვე სამი მიზეზი.
ანუ სულ ადგილობრივები, აქაურები არიან დასაქმებული. ჩემი მეზობლები, კი. იყო ძალიან პატარა და მერე რაღაცნაირად გაიზარდა აქაურობა. იცი რა, 16 ნაკვეთისგან შედგება ეს ეზო, 16-ისგან. და ნელ-ნელა მოხდა ამ ნაკვეთების შეძენა? ხო, აბა სხვანაირად როგორ მე შემოსავალი სხვა არც ოჯახიდან მერგო არაფერი და არც მემკვიდრეობით და არც რა, მე უნდა თან მეშოვა და თან. ეხა იცი რა მაინტერესებს? ალბათ ეს ყველაფერი იწყება გურიიდან. ხო, აბა რა. ჩემი საყვარელი გურიიდან. ჯერ იმიტომ მიემაყება რომ გურული ვარ და აი ესეთი ადამიანი არის გურული. აი ესეთი კარგები ვართ გურულები, არა ხო ესე? მეც ასე მგონია რა. გურულებზე უფრო სულ ამბობენ რომ იუმორი. გურულები ხალისიანი ხალხია. ეს არის ჩვენი მთავარი სიძლიერე. ძალიან ლაღი ხალხია. და გულწრფელი და თავისუფალი. და ნაღდი. ხო, აბა. ცირა მე შემიძლია ისე იმ ნაწილში შეგიყვანოთ, სადაც სტუმრის თვალი არ ხვდება. იქიდან იწყება ყველაფერი. აი, შეგვიყვანეთ ნახმავარ, სადაც გინდა გამოყვეთ. სამეურნეო ნაწილში. აი, ამ სათბურებში კეთდება მთელი აქიდან იწყება ყველაფერი. ის, რასაც იქ ხედავთ, არის ამისი შედეგი. ჯერ აქ ითესება, აქ ირგვება, ეს ყვებავს იმას ყველაფერს დანარჩენს. ეს რომ არ იყოს, სხვა რაფერი არ იქნება. ზურა, ეს ყველაფერი სად ისწავლე? გერმანიაში. ჯერ აქ და მერე გერმანიაში. მებაღეობაში წარმოუდგენლად კარგი მასწავლებლები მყავდა. ისეთი რამეები მასწავლეს, რასაც ვერ ამოიკითხავ წიგნით. გამოცდილებით რომ მოდის მხოლოდ. ერთი კარგი მეურნე ბებია და ბაბუა მყავდა. და აი გერმანიაში რა ისწავლე? გერმანიიდან რა წამოიღე, რა ცოდნით? გერმანიაში მე ჩავედი უკვე რაღაცა ცოდნით, მაგრამ ეს ცოდნა იყო გაფანტული. და გერმანიაში ეს ყველაფერი ავაწყვე კრიალოსანივით. ასე. ანუ მარტო აწყვეს ყველაფერი თუ ვიყო ადამიანი, რომელიც აი ამ ყველაფერში გეხმარებოდა. უდიდესი გამოცდილების, ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის მასწავლებლები მყავდა, ძალიან. გერმანელივით მასწავლებელი არ არსებობს. ისე როგორც გერმანელი გასწავლის, ვერავინ ვერ გასწავლის. ანუ რაში გამოიხატება ეს? ძალიან პედანტები არიან. და ძალიან წყობრად აქვთ აწყობილი აზროვნება. და შენც გასწავლიან აი ამ თანამიმდევრობას, ძალიან სწორად და ძალიან პრაქტიკულად. გაგიჭირდა იქ ცხოვრება? ძალიან. მე იქ ყოფნა არც მიყვარს და არც მომწონს. და რატო? სხვა ემოციური მდგომარეობა იქა. ძალიან გაწონასწორებულია, ძალიან ზომიერია, ერთფეროვანია. მე ასეთი გარემო არ მიყვარს. 3 თვეზე მეტი მე გერმანიაში არ ყოფილვარ. ხო და აი რა გაკლდა? მაკლდა ყველაფერი, რაც აქ მაქვს. ყველაფერი მენატრებოდა. ყველაზე ძალიან? ჭადი და ყველა. რამდენად რთული იყო შენთვის მარტო ცხოვრება გერმანიაში? მარტო არ მიცხოვრია. ოჯახში ვცხოვრობდი, ჩემი პროფესორის ოჯახში, რომელმაც თავის შვილებთან ერთად, ასე ვთქვათ, გამზარდა. მაინც გაგიჭირდა? ძალიან გამიჭირდა. და რამდენი წლის იყავი მაშინ? მაშინ ვიყავი 19 წლის. 19 წლის, რომელიც იყო ძალიან განებრივებული ბებიის, გამშობლებისგან, ანუ სითბოში და სიყვარულში გაძლილი ბავშვი, უცბად არა, სითბო და სიყვარული არც იქ არ მაკლდა, მაგრამ უცხო იყო ჩემთვის, რაღაცა უნდა გადაწყვეტილებები მე მიმეღო, უნდა მე ვყოფილიყავი პასუხისმგებელი ჩემს ნათქვამზე, აზრზე, იმ გადაწყვეტილებაზე, რაც აი არ უცხო იყო. ხო, მაგრამ მაინც ხო დარჩი და ეს რაღაცა სხვა რა გზა მქონდა? კი, სხვა გზა არ მქონდა. მომიყევი იქაური ცხოვრება, როგორი სახლი ჰქონდათ, როგორი ეზო, ხო. ჩემს ვოლფრამს და უშის არა მოგრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ორივე პროფესორია, უში ექიმია, ვოლფრამი ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო, მთელი ცხოვრება. ეხლა უკვე პენსიონერები არიან, ჩემ ხელა შვილები ყავთ ცოტა უმცროსები ჩემზე. ვოლფრამმა ჩემი იქ ჩაყვანით გააჩინა პრობლემა ოჯახში. შვილებს აჩვენა, რომ აი თქვენ ყველაფერი გაქვთ და არაფერი არ გინდათ და ზურაბს არაფერი არ აქვს და ყველაფერი უნდა. აი რაღაცა ეგეთი ეხლა რომ ფიქრდები, კონკურენტული გარემო შექმნა. რაღაცა სხვანაირად ეს კონკურენცია ძალიან საჭიროა ყველგან და ყველაფერში. ვოლფრამმა მე დამიტოვა თავისი არაჩვეულებრივი ბოტანიკური ბიბლიოთეკა, რომელსაც ეს ბიბლიოთეკა დაახლოებით იგივე გზით ერგო, რაც მე. და ეს ძვირფასი ქონება, ძალიან რარიტეტული გამოცემებია იმ ბიბლიოთეკაში.
ფაქტიურად განძია. განძია. ხო და ბავშვებმა ძალიან იეჭვიან ეს ამაზე, იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ ამას როგორც ისინი დასვა ჩემთან ერთად და უთხრათ, თქვენ ამას არ დაგიტოვებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ ფურცელ გაყიდით ბუკინისტებში. და თქვენ ამ მემკვიდრეობას არ მიიღებთ. აუ როგორ ვერ გიტანე წარმომიდგენია. ხო. მაგრამ ვერ ამჟღავნებდნენ, იმიტომ რომ დიდი მხარდაჭერა მქონდა ამას. რა თქმა უნდა. გურიის სახზე სადაც შენი ბავშვობა გაატარე. გურიაში გამარჯობა. გამარჯობა. გურიაში იყო სულ სიყვარული, სითბო, სილამაზე, ბებია მყავდა ძალიან სილამაზის და ჰარმონიის მოყვარული ადამიანი, სითბოს გამღები ძალიან. და როცა აი სიტყვა ბედნიერებაზე ვფიქრობ, ეგ იყო ბედნიერება. დაცულობის განცდა, რომ იქ არაფერი არ გემუქრება, არაფერი არ გიშავს, არაფერი არ დაგიშავდება. ხო, ბებია იყო, რომლის ირგვლივაც ტრიალებდა ყველაფერი. რამეს რომ მიუტანდით ბებიას, გასაშინჯათ დედამ, მოაწყო დამცხვარი მაგალითად და პირველი ამას იკითხავდა, ბაბუა თქვენს მიუტანეთ? ხო, პირველი სანამ პირს, სანამ ლუკმას გადაყლაპავდა, იტყოდა, ბაბუა თქვენს გააშინჯეთ? ამითი ჩვენც ჩვევდა, რომ ბაბუა უმთავრესი. ხო, ბაბუა მთავარი. შეგვიძლია სახელოსნოშიც წავიდეთ, რა ვიცი. იცი რა, აქ არ არის, არა მაქვს ჩემი ცხოვრება ისია, აწყობილი, რომ არ მაქვს გაყოფილი ჩემი და პირადი და აქ ცხოვრობ, რა ვიცი. ეს არის შენი სივრცე. ხო, რომ მეკითხებიან, საცხოვრობ, აქ ცხოვრობ, ესაა ჩემი მისაღების ოთახი. სახელოსნოში შევიხედოთ. კი, არეულობა, მაგრამ არ აუშავს. აი ეს შენობა არის თბილისური დეტალებით გაკეთებული, ხო? თბილისური აი. იცი რა, მე სულ როცა თბილისის რესტავრაცია რომ მიდიოდა, აი მიშას დროს. მაშინ ფანჯრები, კარებები, აივნის რიკულები, ბოძები, იატაკის ძველი ძელები, ფიცრები სულ შევაგროვე მაშინ. დასაწყობებული მაქვს უამრავი რამე. ანუ კიდე რაღაცეები გაქვს ასაწყობი? ბევრი. და მე ვიყენებ ასე, აი სულ ყველაფერი ძველია, ნახე, არაფერი ახალი არ არის. ფანჯრები, ბოძები, აი ეს აგური ძველია. აი ნახე, აქა იატაკზე კრამიტი აგია. არაფერი ახალი არ არის. ახალი მასალა ჩემთან არ არის. აუ რა სილამაზეა. ხო, რა ვიცი, ცოტა არეულობა, მაგრამ რა. ჭურჭელი, ყველგან ბევრი ჭურჭელი. აი ამ ჭურჭელებს ალბათ წლების მანძილზე აგროვებ. ახლაც ვაგროვებ, სულ ვაგროვებ, იმიტომ რომ ჭირდება, ეს ჩემთვის რეკვიზიტია. ეს ხო არ არის ჭურჭელი უბრალოდ დაწყობილი თაროებზე. არაფერი არ დევს ჩემთან ისე. ყველაფერი, აი რა მაცვია, מחურავს, კიდია, ყველაფერი რეკვიზიტია, ამას ყველაფერს ვიყენებ. და საწყიდულობ აი ამ ყველაფერს. ძირითადად შრალხიძე, ნავთლუღის ბაზარში. არ გჭირდებიან? ბევრს ძალიან. ძალიან ბევრს. ისე არის ამ სახში რამე ისეთი ნივთი, რომელიც ჩემთვის ძალიან რა ვიცი, ღირებულია. ყველაფერი ღირებულია ჩემთვის. მე ვიცი ძალიან შეყვარება, უბრალო რამეზე შეიძლება გადავირიო. ანუ გიყვარს ძველი ნივთი? ზაბარ, ძველი მარტო არა, შეიძლება ახალიც იყოს. უბრალოდ რაღაცა იმითი ვარ, დამოკიდებულებით ვარ ნივთების მიმართ. ჭირდება ჯერ ერთი ჩემთვის სამუშაო მასალა. აი გურიიდან თუ გაქვს რამე? რამე? ბევრი რამე. მანქანებით ჩამომაქვს. კაი, არა. ხაბარა. როცა ვხედავ რაიმეს უპატიოთ. ხო. და მე მგონია რომ იმ ნივთს მე უფრო მნიშვნელოვან როლს მივცემ და გამოვიყენებ, სულ მომაქვს. არ ვტოვებ არსად. აი ბუფეტის კარებებია მაგალითად, ეხლა მაგას ვაგროვებ. იცი რა მაინტერესებს? აი ამ ყველაფერს შენი ხელით ალაგებ? იცი რა, მეხმარებიან, მე კარგი თანამშრომლები მყავს, მაგრამ დალაგებით კი, დაწყობით კი, სისუფთავეზე მე ვერ ვზრუნავ. რას აპირებ მე ამ? რამეს გავაკეთებ, აი კაფეში ხო ნახე როგორი შირმებია. მე სადმე ჩავსვამ. კედელს გავაკეთებ. ბევრი მაგ აი რამდენია წყვია ხო ხედა. ანუ ჯი მხატვარიც ხარ. უფ, კარგი რა. მხატვარ დეკორატორი. მხატვრობა არ ვიცი, მაგრამ ისე გიცდია მხატვრობა? რაღაცებს ჩანახატებს მებაღე ისე ვერ იქნები. უნდა რაღაცები მოინიშნო, კომბინაციები, რომელი ყვავილი რომელთან, რომელი ფერი რომელთან, რაღაცები უნდა ფურცელზე ცოტა უნდა სხვა გზა არ არის. როგორი მამა ხარ? ჩვეულებრივი, რა ვიცი რა, რომ გითხრა რომ რაღაცა განსაკუთრებულს ვაკეთებ, არა. ჩვეულებრივი, ძალიან ზომიერი. ანუ რამე აგრძელვები არა გაქვს? რა თქმა უნდა, ბა. ესმა სხვანაირად იზრდება. ჩემგან დამოუკიდებლად ამაში უწევს ყოფნა და სულ ბევრი ხალხის გარემოცვაში. და ცოტა უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან, ვინა აშინაური, ვინა სტუმარი,
ხა ბავშვისთვის კი არა, ზოგჯერ ჩემთვისაც რთულია, რომ ასე სწორი კლასიფიკაცია მივცე. ხო, ეგ ცოტა ძნელია, მაგრამ რავი, მე მგონი გამოდის. შვენიერი, გავიდეთ, ხო? ზურა, გურია გენატრება ხოლმე? ხშირად ჩადიხარ? გური არ მენატრება, იმიტომ რომ ყველა შესაძლო შემთხვევას, ყველა შესაძლო მიზეს გურიაში წასასვლელად ვიყენებ. დილა რო თენდება, რომ გამოდიხარ აი ამ ეზოში. აი, რას ფიქრობ ხოლმე? ჩემთვის ეს ყველაფერი არის ბევრი საქმე. სულ მესმის ქვემოდან, რომ ვაირალამაზია, ვაირამშვენიერია, უინახე როგორ ყვავის, უი, სულ აღტაცებული კომენტარები მესმის, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ეს ასე არ არის. ჩემთვის სულ საქმეა. აი, სადღაც სიამაყის გრძნობა ხო გააქვს, რომ აი ესეთი რაღაცა შექმნენი. მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, რომ რაღაცები გამომივიდა. ბევრი იდეა, რომელიც მქონდა ხორცი შევასხი, ბევრი ძალიან ერთგული ადამიანი ტრიალებს ჩემს ირგვლივ. ბევრი რამისთვის მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ რაიმეს ისეც ვაკეთებ. მართლა გულწრფელად არ ვიპრანჭებ. ვიპრანჭები. არ ვიპრანჭებ. ეხლა საშევდივართ. რა ვიცი რა ქვია, აი სადაც წვეულებებს ვაწყობთ ხოლმე, სადაც ეს სახლი არ არის შენი სივრცე მაინტერესებს მე. სად ძინავ შემიძლია გაჩვენო და ჩემი სივრცე ესა. ეგეც გაჩვენო, არა შევიდეთ აქ. წარმოუდგენლად ლამაზია ეს. ძალიან მიხარია, თუ მოგწონთ. უკრა? არა. არა? მე არა, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. მე არა. მე არა. არის შენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია, რომელსაც უზიარებს შენსას ყველაფერს. ბევრი მყავს ასეთი ადამიანი. ბევრი არიან? რამდენიმე, რა თქმა უნდა. თოთა განმავლობაში ის ბევრი ხო რაღაც ცოტავდება? არ ცოტავდება სხვათა შორის. აი, ბავშვობის დროინდელი ხო სტუდენტობიდან მოყოლებული ბლოკნოტი მაქვს ერთი, ძველი ბლოკნოტი, რომელშიც ვიწერდი ტელეფონის ნომრებს. მობილურამდე ამბავს გიყვები ახლა. ხო და ის ბლოკნოტი საგანგებოდ მაქვს შენახული. არ აკლდება იმას ადამიანებს, სულ ემატება. ის ძველი ურთიერთობები რჩება, ახლები ემატება. რა ვიცი, ჩემთან ასია. რაღაცა ყველას თავისი ადგილი აქვს. დავჯდეთ რა ცოტა ხანი. მოდი. საით? აქ დაბრძანდით. როგორც კი შემომაკლდება ადამიანი, სულ ვეძებ და ვიწყებ წერას. ხათუნა, სადახარ, გიორგი, როდის მოხვალ, გოჩა, გამოჩდით, სულ მეგობრებს, ნაცნობებს, ახლობლებს. სულ არ შემიძლია ადამიანის გარეშე მე არ მინდა. სულ ჩემს ირგვლივ უნდა იყოს ადამიანი. მშობლები ხშირად ჩამოდიან ხოლმე თქვენთან? დედაჩემი ჩემთან ცხოვრობს, ესმას ზრდის და აქ არის. დედაჩემი ესმა რაც გაჩნდა, მე სულ აქ არის. ანუ მარტო არ გიწევს ყოფნა და არც გიყვარს ალბათ მარტოობა. არ მიყვარს მარტოობა. იშვიათად. აი სახში კომფორტს რა გითხოვს? საინტერესო ადამიანები ირგვლივ. ეს არის ჩემი კომფორტი. თუ ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, ვისგანაც ვსწავლობ, საინტერესო რამეს ვისმენ, იმ გარემოში, სადაც ადამიანები კარგად ყვებიან, იქ ყოფნა ძალიან მიხარია. საინტერესოა ჩემთვის, აი მაგ დროს ვისვენებ და ვარ გალაღებული და გახარებული. აი ხა სახში რომ შემოდიხარ, არის ყველაფერი გადატვირთული, ძალიან ბევრი ნივთები. მე დიდად არ მიყვარს ბევრი და გადატვირთული ნივთები, მაგრამ აი აქ რო შემოვედი, მივხვდი რომ აი ძალიანაც მომწონს, ძალიანაც მიყვარს და აი არაფერი არ არის ზედმეტი. ეს რაღაცა დამოკიდებულების ამბავია. ნუ დიზაინერი ვინმე გყავს თუ შენით აკეთებ, აყოთ თუ გეხმარებიან. არა. განლაგებაში შენ ვერ ვიტან დიზაინერებს. არ გიყვარს. და. შენ თუ რა ხარ დიზაინერი? რა დიზაინერი ვარ? ხარ? კარგი. აი ეს დიზაინერი, როგორც მომწონს, ჩემს ამბავს ისე ვიკეთებ, ჩემს სახს ვიკეთებ რა. დიზაინერი ვარ ქვია მაგას. ძალიან გემოვნებიანი ადამიანი ხარ და ნიჭიერი. მადლობა. თუ ასია, კაია. ძალიან გურმანი ხარ, ხო? გიждები კაი ჭამაზე. თან ისეთი ნინო გყავს. მე რაღაცა გათვალიერებთ ხოლმე Facebook-ზე, ეს ნინო რა მოვარდება ხოლმე, უნდა გითხრათ, რომ ესე იგი სამზარეულოში შევდივარ და მგონია რომ მეც ნინოსავი დავზრიალდებ, ესე იგი ყვავებს და ჭურჭლებს მიაკ ბრახა-ბრუხი, მაგრამ არაფერი არ გამომდის, ისე როგორც ნინო. არ მჯერა რომ თქვენ არ გამოგდით, მაგრამ ნინო არის ბუნებრივი ადამიანი, მაგ ყველაფრის გასაღები არის ერთი რამ, არ გაპრანჭვა და ბუნებრიობა. აი მე მინდა რომ წამიყვანო შენ სივრცეში. სულ მგონია, რომ აი შენ პოპულარიზაცია გაუწიე პროფესია მებაღეობას. ნამდვილად. ვერ შეგედავები.
იმიტომ რომ შენთან არიან სულ ახალგაზრდები და კი, არა მარტო ახალგაზრდები, ძველგაზრდებიც, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა, ბევრი. აი თითქოს და აი მოდური გახდა ეს ყველაფერი. რა ვიცი. მაგაში მე მგონი რომ არის ცოტა ჩემი წვლილი. და მიზანიც ეს იყო შენი, რომ აი ადამიანებისთვის ყვავილები შეგეყარებინა. არა. ბუნება? არა, ვერ მოვიტყუები. მიზანი ეგ არ ყოფილა არასდროს. მართლა ბუნებრივად გამოდის ეგ. თუ რამე გამოდის თავისით. ისე არის რამე, რაზედაც ოცნებობ. როგორ არ არის? არის. არ მინდა რომ იყოს შუღლი. ადამიანები არ მინდა რომ ასე იმეტებდნენ ერთმანეთს როგორც ეხლა. ისეთი კომენტარი შეიძლება დაგიწეროს ადამიანმა, შენთვის უცხო ადამიანმა. რაღაც არ მოეწონება შენი და ისეც დაწერს, რომ დანარჩენი 10,000 საქებარი კომენტარი გათილდება. ეს ძალიან წყინს. კომენტარებს კითხულობ ხოლმე და აქცევ ყურადღებას. რა თქმა უნდა, აბარა. რა შეეშო? მაინტერესებს, მაგრამ მე სიამოვნება რომ აქებენ მომწონს. რატო არა? თუ რომელიმე გამოერევა, ის გულს მტკენს. ეხლა მივდივართ ზურას საძინებელში. მაინც გინდა ამ საძინებელი. რატო ამოიჩენე გოგოლა, ერჩები საძინებელი. გონია რომ რაღაცა სხვანაირია. მაინდა. აჰა, ხის ლოგინი ქონია და ძავამაზი. აქ სულ ინდური მინიატურებია. ეხლა ამ ინდოეთით ვარ შეპყრობილი და გატაცებია, აბარა. და სულ ახლოს მიდევს. აი საქართველოს გარდა სადმე სხვაგან იცხოვრებდი? კი, ინდოეთში. ეხლა ვერაფერს ვერ მათქმევინებს სხვას, ინდოეთით ვარ მოცული. იქიდან რომ ჩამოვდივარ, მარტო იმაზე ვფიქრობ, როდის წავალ. სულ თავში მიტრიალებს. სამთარში ისევ, რა თქმა უნდა. სამთარში მცალია მე სასიარულოდ. სხვა დროს არა. შეგვიძლია ზედა ოთახებიც ნახოთ, გაინტერესებს? კი, რატომაც არა, დავაცვალიერებ. დავიდეთ ზევით? დავიდეთ. ლამაზია. საოცრება. აი, სველი წერტილიც კი რაღაცნაირი განსაკუთრებულია. აი, რო შეხვდა რომ აღარ გინდა გამოსვლა. ზურა, შენთვის რა არის სახლი? სახლი? რა ვიცი, სახლია. სახლი მნიშვნელოვანია და აი, რა შეგრძნებებს იწვევს შენთვის სახლი? არ ვიცი, არ მაქვს მაგაზე პასუხი. რა ვიცი, მე სახლში მძინავს, მეტი არაფერს დავშევ. სახლში მძინავს. ჩემ ბოლო კითხვა. მართლა? ხო. მე დედა რა ვქნა. არ ვიცი და რა ვქნა. რა გიშველო. აუ რა ლამაზია აქედან. შენი აივიდა ყველა. ეხლა განსაკუთრებით ბანკსია ყვავის და ზამბახები იწყებს ეხლა და ძალიან კაია. როგორი სურნელია თან შენ სეზონში. ნამდვილად. რო გამოდიხარ, რაც არ ვიცით ხასიათზე იყო. რაღაცა სხვანაირი განწყობა გექნება. შენი 60 გაქვს მოწყობილი. შენი რა ცხოვრობ? ნამდვილად. ნამდვილად. ფადიშახივით მეთქი მივიძახ. ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ იყო კარგანწყობაზე. იყოს უგაღიმებული, ბედნიერი, იმუშაო შენ ტერიტორიაზე, დაატკბე, ამ ყველაფერს უნდა ეფერო, ელაპარაკო და მე რა, ბედნიერება, ამაზე გამოგრჩა გოგოლა. ყველაფერი შრომასთან არის დაკავშირებული. ბევრი უნდა იშრომოს. უნდომებასთან არის დაკავშირებული და ძალიან საინტერესო ადამიანია. მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რომ გითხრა რომ არ მესიამოვნება თქვენგან შეხება, მოვიტყუები. იმსახურებ აი ამ ქებას და რა ვიცი, ჩემთვის ხარ ძალიან განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ამ ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი და მადლობა შენ აი ამ სილამაზისთვის, რომ შენ მარტო შენი არ არის ეს ბაღი და ეს არის ჩვენიც, ანუ ადამიანების. ჩემი როგორ არის გახედე, გასავლელი არა. ჩვენთვის გააკეთე, რომ ჩვენ მივიღოთ ეს სიამოვნება. დიდი მადლობა. როგორც დედაჩემ იტყო და კაია თუა მაგი მასზე. კაია. თუ მასია კაია. მადლობა დიდი რომ დაინტერესდი და მოდიჩემ. მოხვედი ჩემთან. ჩვენი ამბავი. მართლაც 60-ში. მართლა 60-ში მოაწყო თავისი 60 და წარმატებები მართლა როგორი მნიშვნელოვანია გემოვნება, ესთეტიკა და ამ რაღაცას სულიერ სიმშვიდებსაც მოიპოვა ასეთ გარემოში. და შრომატევადი საქმეა, მე ყველას გვახსოვს როგორ დაიწყო ზურამ, საიდან დაიწყო და როგორი მართლაც სილამაზის იმპერია ააშენა, შეიძლება ნამდვილად ითქვამს და ჩვენი მოკითხვა ზურას პირველ რიგში, დიდი მადლობა გოგოლას, რომ ესეც სილამაზეებში მიმოგზაურეთ და თან იცი რა გემრიელობებია იქ. ხო და ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. ძალიან. წარმატებები ზურას, მადლობა გოგოლას. აუცილებლად. აუცილებლად ფესტივალით ეხლა ცოტა ამინდებით გამოვა და იქ სიგრილეც არის და მივიდეთ ყავაზე. კი ბატონო.
ბაჩო, იცი რა არის? აი, დასასრულსაც უახლოვდება ჩვენი ეთერი და არ მიყვარს ხოლმე რაღაცა. მიუხედავად იმისა, ვიცი რომ გავა აგერ 5 დღე და მე-6 დღეს შაბათს ისევ აქვიქნები. ძალიან მალე გადის. მესევდიანება, იცი? ხო, მაგრამ ძალიან მალე გადის. მალე გადის დრო და ჩვენს ვიფას ტელემაყურებელს, კი ბატონო, დავემშვიდობებით და სანამ დავემშვიდობებით აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს, თავისუფლება მზია ამ აღლობელს, სოლიდარობა ყველა ნაწამებ და ნაცემ ადამიანს, სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაჯარიმებულს, სოლიდარობა ყველა უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს თუ არასაჯარო მოხელეს და მე ვიცი რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და წინ დიდი გამარჯვებები გველის დარწმუნებული ვარ. ნამდვილად ამაში ყოველ დღე ვრწმუნდები რომ წინ ძალიან მალე დიდი გამარჯვება გველის. მიხარია რომ იმ უამრავ მეგობართან ერთად შენაირი ღირსეული და ევროპული ღირებულებების მეგობარი მყავს, რომელსაც აი ესე შაბათ კვირას ასე ვეხები და ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ხართ ესეთი კარგები და მე რა თქმა უნდა ბაჩოს ნებისმიერ წინადადებას თითეულ სიტყვას უერთდები და ვიტყვი რომ ასევე ჩემი სიყვარული, ჩემი პატივისცემა და ჩემი სოლიდარობა თითოეული პატიმრის მშობელს, რომლებიც ახლა არანაკლებ კი არა, ალბათ პატიმრებზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგანაც მშობელი განსაკუთრებით განიცდის ამ ყველაფერს. ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და გამარჯვება აგერ უკვე კარს მომდგარია. მომავალ შაბათამდე.